შტეფან ცვაიგი, უცნობი ქალის წერილი. როცა ცნობილი მწერალი მთაში სამდღიანი მოგზაურობის შემდეგ დილა ადრიან ვენაში დაბრუნდა, სადგურზე გაზეთი შეიძინა და თარიღს დახედა. უცებ აღმოაჩინა, რომ დღეს მისი დაბადების დღე იყო. 41 გაუელვა გონებაში და ამ აღმოჩენამ არც გული დასწყვიტა და არც შვება მოჰგვარა. სწრაფად გადაფურცლა გაზეთის შრიალა ფურცლებით და დაქირავებული მანქანით სახლისაკენ გაემგზავრა. მსახურმა მოახსენა, რომ მისი არ ყოფნისას 2 სტუმარი სწვეოდა და ტელეფონითაც დაერეკათ. თან ლანგარზე დალაგებული წერილებიც გადასცა. საზღვათაშორისოდ გადახედა ფოსტას, რამდენიმე კონვერტი გახსნა კიდეც, რომლის ავტორმაც დააინტერესა. ერთ-ერთი წერილი უცხო ხელით რომ იყო დაწერილი და უსასრულოდ გრძელი ჩანდა, გვერდით გადადო. ამასობაში ჩაით შემოიტანეს. მოხერხებულად მოკალათ დასავარძელში კიდევ ერთხელ გადაფურცლა გაზეთი და რამდენიმე კატალოგი. შემდეგ სიგარას მოუკიდა და გადადებულ წერილს მიუბრუნდა. ეს იყო მიჯრით ნაწერი, 30 გვერდამდე, უცხო, აკანკალებული ხელით დაწერილი. უფრო ხელნაწერს მიაგავდა ვიდრე წერილს. უნებლიეთ კიდევ მოსინჯა კონვერტი. კიდევ რაიმე ხომარდებს შეგნითო, მაგრამ კონვერტი ცარიელი იყო. კონვერტს ისევე როგორც ფურცლებს, არც გამომგზავნის მისამართი ეწერა, არც ხელმოწერა ჰქონდა. უცნაურია, გაიფიქრა და ნაწერი ისევ აიღო. შენ, ვინც არც კი მიცნობდი, ეწერა ზემოთ, როგორც მიმართვა, როგორც სათაური. გაუგნებულმა აღარ იცოდა რა ექნა. მას ეკუთვნოდა წერილი თუ ვიღაც გამოგონილ პიროვნებას. უცებ ცნობის მოყვარეობა გაეღვიძა და კითხვა დაიწყო. გუშინ შვილი გარდამეცვალა. 3 დღე და ღამე ვცდილობდი სიკვდილისთვის გამომეგლიჯა ხელიდან. ეს პატარა ნაზი სიცოცხლე. 40 საათი გავატარე ბავშვის საწოლთან, სანამ მის საბრალო, გავარვალებულ სხეულს სიცხეთან გავდა. გახურებულ შუბლზე ცივ საფენებს ვადებდი. დღე და ღამე მისი პატარა, მოუსვენარი ხელები მეჭირა. მესამე საღამოს დავნებდი. ჩემმა თვალებმა ვეღარ გაუძლეს. უნებლიეთ მეხუჭებოდნენ. 3 თუ 4 საათი მაგარ სკამზე მეძინა. ამასობაში კი ის სიკვდილმა გამომტაცა. და აი, წევს იქ, საყვარელი, საბრალო ბიჭუნა, თავის ვიწრო საბავშვო საწოლში. ზუსტად ისე, როგორც გარდაიცვალა, მხოლოდ თვალები დაუხუჭეს, ჭკვიანი, შავი თვალები. ხელები თეთრ პერანგზე დაუკრიფეს. 4 სანთელი ჯერ კიდევ ანთია, მაღლა, საწოლის 4-ვე კუთხეში. მე იქით გახედვას ვერ ვბედავ, რადგან როცა სანთლები ალაპარაკდებიან მის სახეზე და მოგუმულ პირზე, ჭრტილები იწყებენ თამაშს. მეჩვენება, რომ მისი სახე შეინძრა და მგონია, რომ ცოცხალია. კვლავ გაიღვიძებს და თავისი წკრიალა ხმით რაღაცას ნაზად და ბავშვურად მეტყვის. მე კი ვიცი, რომ ის მოკვდა. აღარ მინდა იქით გავიხედო. აღარ მინდა იმედი მომეცეს და გული გამიტყდეს. მე ვიცი, ჩემი შვილი გუშინ გარდაიცვალა. ახლა მხოლოდ შენ გადამრჩი ამ სამყაროში, მხოლოდ შენ, ვინც არაფერი იცის ჩემს შესახებ, ვინც უდარდელად ეთამაშება საგნებსა და ადამიანებს, მხოლოდ შენ, ვინც არ მიცნობდა, ვინც ასე მიყვარდა. მე-5 სანთელი ავანთე და მაგიდაზე დავდე, შენთვის წერილის მოსაწერად, რადგან არ შემიძლია ჩემს მკვდარ შვილთან მარტო დარჩენა. არ შემიძლია, არ ამოვანთხიო ყველაფერი. რაც სულში მაქვს და ვის უნდა მივმართო ამ სასოწარკვეთის ჟამს, თუ არა შენ, რადგან შენ იყავი და ხარ ჩემთვის მთელი სამყარო. ალბათ ვერ მოვახერხებ საკმაოდ გასაგებად გელაპარაკო. შეიძლება ვერც გამიგო, თავი მისკდება, საფეთქლებზე ჩაქუჩივით მირტყამს რაღაც. სხეული მტკივა, მაცხელებს, ალბათ მეც გრიპი შემეყარა. ახლა კარიდან კარში რომ დაძვრება. ნეტავ ასე იყოს. რა კარგი იქნებოდა, მაშინ ხომ ჩემს შვილთან ერთად გავუყვებოდი გზას და თავის მოკლაც აღარ დამჭირდებოდა. ხანდახან თვალთ მიბნელდება. ალბათ ამ წერილს ვერასოდეს დავასრულებ, მაგრამ ვეცდები ძალა მოვიკრიბო და ერთხელ, მხოლოდ ერთხელ გელაპარაკო. შენ ჩემო სიყვარულო, შენ ვისთვისაც სამუდამოდ უცნობი დავრჩები. მხოლოდ შენ მინდა გელაპარაკო. შენ გითხრა პირველად ყველაფერი.
მთელი ჩემი ცხოვრება გაგაცნო, მუდამ შენ რომ გეკუთვნოდა და რომლის შესახებაც არაფერი იცოდი. მაგრამ შენ ჩემს საიდუმლოს მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ გაიგებ, როცა იძულებული აღარ იქნები პასუხი გამცე, როცა ის, რაც ჩემს სხეულს ციებ-ცხელებით ტანჯავს, ბოლოს მომიღებს. თუ ცოცხალი დავრჩი ამ წერილს დავხევ და როგორც ყოველთვის დუმილს გავაგრძელებ. თუ ხელთ გექნება იცოდე რომ მიცვალებული გესაუბრება თავის ცხოვრებაზე. პირველივე წუთებიდან სიცოცხლის ბოლომდე შენ რომ გეკუთვნოდა. ჩემი სიტყვები ნუ შეგაშინებს. მიცვალებულები არაფერს ითხოვენ. მას სიყვარული და თანაგრძნობა აღარ სჭირდება. არც დაიმედება, მხოლოდ ერთი რამ მინდა შენგან, რომ დაიჯერო, რასაც ჩემი გული გაგიმხელს. მხოლოდ ამას გთხოვ, ყველაფრის გწამდეს, რასაც გეტყვი. შვილის ცხედართან არ ცრუობენ. მთელ ჩემს ცხოვრებას გაგანდობ, რომელიც ჭეშმარიტად მხოლოდ შენი გაცნობის დღიდან დაიწყო. შენს გაცნობამდე ჩემს გარშემო მხოლოდ გაურკვევლობა და სიბნელე იყო, რასაც წესიერად ვერც ვიხსენებ. რაღაც სარდაფის მსგავსი, დამტვერილი, ობობას ქსელით დაფარული, ბნელი ადამიანებითა და საგნებით სავსე, რომლებიც აღარც კი მახსოვს. 13 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში შემოხვედი. იმავე სახლში ვცხოვრობდი, სადაც შენ ახლაც ცხოვრობ, სადაც ეს წერილი, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი სუნთქვა გიჭირავს ხელში. იმავე დერეფანში ვცხოვრობდი, ზუსტად შენი ბინის პირდაპირ. შენ რა თქმა უნდა არ გახსოვს მოხელის ღარიბი ქვრივი და გამხდარი მოზარდი. ჩვენ მუდამ ჭრდილში ვიყავით, მწვრილ ბურჟუაზიულ ყოველდღიურობაში ჩაფლული. შენ ალბათ არც ჩვენი სახელი იცი, რადგან ჩვენ კარზე არავითარი წარწერა არ გქონდა და არც არავინ მოდიოდა, არავინ გკითხულობდა. ეს იყო დიდი ხნის 15-16 წლის წინ. შენ ჩემო ძვირფასო, ალბათ არც გახსოვს. მე ყოველ წვრილმან სრუდუნებით ვიხსენებ. თითქოს დღეს, არა, ამ წუთას გამეგონოს შენს შესახებ. ამ წუთას მენახე პირველად და როგორ შეიძლება არ მახსოვდეს ის წუთები, ჩემი ცხოვრება ხომ სწორედ მაშინ დაიწყო. მოითმინე ძვირფასო, რომ ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოგიყვე. გთხოვ საათის მე-4 დამითმო, ისე რომ არ მოგბეზრდეს ჩემი მოსმენა. მე ხომ არასოდეს მომბეზრებია შენი სიყვარული. ვიდრე ჩვენს სახლში გადმოხვიდოდი, შენს ბინაში საზიზღარი, ბოროტი, ანჩხლი ადამიანები ცხოვრობდნენ. თავად ღარიბებს მეზობლის, ჩვენი სიღატაკეს ცულდათ, რადგან ამ სიღარიბეს არავითარი საერთო არ ჰქონდა მათ სიტლანქესთან. ქმარი ლოთი იყო და ცოლს სცემდა. ხშირად შუაღამისას ძირს დანარცხებული სკამისა და დამსხვრეული თებშების ხმაური გვაღვიძებდა. ერთხელ გასისხლიანებული ქალი გაჩეჩილით მით კიბეზე გამოვარდა. ქალეშილი ქმარი კი გამოეკიდა და იქამდე აგინა, სანამ მეზობლები არ გამოცვივდნენ და პოლიციით არ დაემუქრნენ. დედაჩემი თავიდან მათთან ყოველგვარ ურთიერთობას ერიდებოდა და მეც ამიკრძალა ბავშვებთან ლაპარაკი, რის გამოც ისინი მუდამ სამაგიეროს გადახდას ცდილობდნენ. როცა ქუჩაში შემხვდებოდნენ, უწმაწორ სიტყვებს მომაძახებდნენ ხოლმე და ერთხელაც ისე ტყვიასავით დამაყარეს თოვლის გუნდები, რომ შუბლიდან სისხლი წამსკდა. მთელ სახლს რაღაც საერთო ინსტინქტით ცულდათ ეს ადამიანები და როდესაც კაცი მგონი ქურდობისთვის დააპატიმრეს, ოჯახი კიძულებული გახდა მთელი თავისი ავლადიდებით სადღაც გადაბარგებულიყო, ყველა მშვიდობით ამოვისუნთქეთ. რამდენიმე დღე კარზე განცხადება იყო გამოკრული ბინის გაქირავებას რომ იტყობინებოდა. შემდეგ ჩამოხსნეს და სახლის მმართველისგან შევიტყვეთ ბინა მწერალმა იქირავა. მარტო სულმა მშვიდმა ბატონმაო, მაშინ პირველად გავიგონე შენი სახელი. რამდენიმე დღეში მღებავები, მებათქაშეები, თორგლები, დამლაგებლები მოვიდნენ, რომლებმაც ბინაში ძველი ბინძური მეპატრონეების დანატოვარის დასუფთავება დაიწყეს. აკაკუნებდნენ, აჭედებდნენ, ფხეკდნენ, მაგრამ დედა ამით კმაყოფილი იყო, ამბობდა, ახლა ბინძური მეზობლებისგან საბოლოოდ გამთავისუფლდებითო. შენ მათი გადაბარგების შემდეგაც არ შეგხვედრივარ. ყველა სამუშაოს შენი მსახური ხელმძღვანელობდა, პატარა, ჭაღარა კამერდინერი, რომელიც ყველაფერს ჩუმად და მოხერხებულად უძღვებოდა. ის ყველას მოგწონდა. უპირველესად იმიტომ, რომ კამერდინერი ახალი მოვლენა იყო ჩვენთვის და კიდევ იმიტომ, რომ ყველას უჩვეულოდ
ზრდილობიანად ექცეოდა, თუმცა მსახურებს დიდად არ უყადრებდა თავს მეგობრული საუბრით. დედაჩემს პირველივე დღიდანვე ქალბატონივით ესალმებოდა და მეც, ამ ერთი ციდა გოგოს ნდობითა და გულითადად მეკცეოდა. შენს სახელს მუდამ დიდი მოწიწებითა და განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებდა. მაშინვე შეამჩნევდი, რომ შენთან მხოლოდ მსახური არ აკავშირებდა. ოჰ, როგორ მიყვარდა კეთილი მოხუცი იოჰანი, შენ დამიერთგულებისთვის. ყველაფერს იმიტომ გიყვები, საყვარელო, ყველა ამ სასაცილო ამბავს, რომ მიხვდე თუ რამ ხელაზე გავლენა ჰქონდა ისეთ პატარა, შიშარა და მორიდებულ ბავშვზე, როგორიც მე ვიყავი. სანამ ჩემს ცხოვრებაში შემოხვიდოდი. უკვე სიმდიდრის, განსაკუთრებულობის და საიდუმლოს შარავანდედით იყავი მოსილი. ჩვენ ყველანი, ქალაქის პატარა გარეუბანის მცხოვრებნი, ადამიანები, რომელთაც ერთფეროვანი ცხოვრება აქვთ, ყოველთვის ცნობის მოყვარენი არიან. უკვე მოუთმენლად ველოდით შენს გადმოსვლას. ოჰ, როგორ გაიზარდა ჩემში ეს ცნობის მოყვარეობა, როცა ერთ ნაშუა დღეს სკოლიდან სახლში დავბრუნდი და სახლის წინ ავეჯის მანქანა დავინახე. მძიმე ტომრების უმეტესობა მუშებს უკვე გადმოეტანათ და მხოლოდ პატარა ნივთებს ეზიდებოდნენ ზევით. კარის წინ განცვიფრებული გავჩერდი, რადგან ყველა შენი ნივთი ისე უცნაურად გამორჩეული იყო, აქამდე რომ არსად მენახა. ინდური კერპები, იტალიური ქანდაკებები, დიდი ნათელი ნახატები და ბოლოს წიგნები. იმდენი და ისე ლამაზი, ჩემს გონებაში რომ ვერ დატეულიყო. კარებთან დაახვავეს ყველაფერი. მსახურმა ჩაიბარა და თითოეულ წიგნს ცალ-ცალკე ჯოხით ბერტყავდა, თან ჯაგრისით მტვერს აცლიდა. ცნობის მოყვარეობით შეპყრობილი დავბორიალებდი, სულ უფრო მზარდი გროვის გარშემო. მსახური არც მიწონებდა საქციელს და არც მაგდებდა. ვერაფრის ხელისხლებას ვერ ვბედავდი, თუმცა კი დიდი სურვილი მქონდა. ოდნავ მაინც შევხებოდი წიგნის რბილი ტყავის ყდებს. მხოლოდ სათაურებს ვათვალიერებდი შორიდან, ინტერესით, მათ შორის ფრანგული, ინგლისური წიგნები წერია და ზოგიც იმ ენაზე იყო, რომლისაც არაფერი გამეგებოდა. კიდევ საათობით გავაგრძელებდი თვალიერებას დედას რომ არ დაეძახა. მთელი შემდგომი საღამო შენზე ვფიქრობდი, მაშინ ჯერ კიდევ არ გიცნობდი. მე მხოლოდ 20 ყდა შემოცვეთი ლიაფასიანი წიგნი გამაჩნდა, რომლებიც 1000-ჯერ მქონდა გადაკითხული. მტრგუნავდა იმის გაფიქრება, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, ვინც ამდენ წიგნს ფლობდა და თან წაკითხულიც ჰქონდა, რომელმაც ბევრი ენა იცოდა, ასე მდიდარი და განათლებული იყო. ზეციური მოწიწება უკავშირდებოდა ამ წიგნებს. მე შენი სახის წარმოდგენას ვცდილობდი. მოხუცი კაცი მეგონე, სათვალით და გრძელი თეთრი წვერით. ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებლის მსგავსი, მაგრამ უფრო კეთილი, ლამაზი და რბილი. არ ვიცი, მაშინ რატომ ვიყავი დარწმუნებული, რომ ლამაზი იყავი, როდესაც მოხუცი კაცი მეგონე. მაშინ იმ ღამეს, ისე რომ არც კი გიცნობდი, პირველად მესისმრე. მეორე დღეს გადმოხვედი, მაგრამ ჩემი მცდელობის მიუხედავად თვალი ვერ მოგკარი. ამან მხოლოდ გამიძლიერა ცნობის მოყვარეობა. მხოლოდ მესამე დღეს გიხილე, დამოულოდნელობისაგან გაუგნებული დავრჩი. შენ სხვანაირი იყავი, არავითარი საერთო არ გქონდა თეთრ წვერა, მამა ღმერთის ბავშვურ ხატთან. სათვალიანი, კეთილი მოხუცი წარმომედგინა და შენ გამომეცხადე ისეთი, როგორიც დღეს ხარ, უცვლელი, ვისაც წლები ვერაფერს აკლებს. ღია, ყავისფერ ბრწყინვალე კოსტუმში გამოწყობილი, ორ საფეხურს ერთად აბიჯებდი. შენთვის ჩვეული ყმაწვილური სიმსუბუქით არბოდი კიბეზე. ქუდი ხელში გეჭირა, დაუფარავი, გაკვირვებით შევცქეროდი შენს ნათელ ცოცხალ სახეს, შენს მშვენიერ თმას. მართლაც და გაკვირვებისაგან შევკრთი. რა ახალგაზრდა, მოხდენილი, ტანწერწეტა და ელეგანტური იყავი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პირველივე წუთში ცხადად ვიგრძენი ის, რაც მე და სხვა ყველას მუდამ გვაკვირვებდა, რომ შენ ორმაგი ბუნების ადამიანი ხარ, მგზნებარე, სიცოცხლის მოყვარული, მთლიანად თამაშსა და ფათერაკებს თავმიცემული ახალგაზრდა, ამავე დროს შენში მოქმედებაში უცილებლად სერიოზული მოვალეობის გრძნობით აღსავსე, უზომოდ ნაკითხი და განათლებული. გაუცნობიერებლად ვგრძნობდი, რასაც შემდეგ ყველა ამჩნევდა,
რომ ორმაგი ცხოვრება გქონდა, ერთი ნათელი, სამყაროსავით გახსნილი, ხოლო მეორე ძალიან ბნელი, რომლის შესახებაც მხოლოდ შენ იცოდი. ეს ღრმა გაორება შენი არსებობის საიდუმლო, მაგიურად მონოსხულმა 13 წლის გოგონამ ერთი შეხედვით ვიგრძენი. ახლა კი გესმის, საყვარელო, რა სასწაული, რა მაცდური გამოცანა უნდა ყოფილიყავი პატარა გოგონასთვის. მან ხომ მამაკაცში, რომელსაც მოწიწებით შესცქეროდა, რადგან წიგნებს წერდა, დიდ, უცნობ სამყაროში სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, უცებ აღმოაჩინა ახალგაზრდა, ელეგანტური, ყმაწვილურად მხიარული, 25 წლის კაცი. უნდა გითხრა, რომ ამ იერიდან მთელ ჩემს ბავშვურ სამყაროში შენს გარდა არაფერი მაინტერესებდა, რომ აჩემებით, 13 წლის გოგოს სიჯიუტით, მხოლოდ შენს ცხოვრებას, შენს არსებობას ვუტრიალებდი. თვალყურს ვადევნებდი, ვაკვირდებოდი შენს ჩვევებს, ადამიანებს შენ რომ გსტუმრობდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს შენ და მინტერესი არ გაუქარწყლებია. პირიქით გააძლიერა, რადგან შენი ბუნების ორმაგი სახე სტუმრების მრავალფეროვნებაშიც აისახებოდა. გაკითხავდნენ ახალგაზრდები, შენი ამხანაგები, ვისთან ერთადაც იცინოდი და მხიარულობდი, ცუდად ჩაცმული სტუდენტები, ქალბატონები, რომლებიც მანქანით მოდიოდნენ. ერთხელ ოპერის დირექტორიც გამოჩნდა, დიდი დირიჟორი, რომელსაც მოწიწებით შორიდან თუ დავინახავდი პულტთან დგომს. ხანდახან ახალგაზრდა ქალებსაც ვხედავდი შენთან, ჯერ კიდევ რომ სწავლობდნენ სავაჭრო სკოლებში და მორიდებისაგან აღარ იცოდნენ სად გაქცეულიყვნენ. საერთოდ კი ბევრი, ძალიან ბევრი ქალი გსტუმრობდა. არაფერი საჩოთი რო არ მიფიქრი ამაზე, მაშინაც კი, როდესაც ერთ დილას სკოლაში წასვლისას დავინახე, როგორ გამოვიდა პირბადე ჩამოფარებული ქალი შენი ბინიდან. მაშინ მხოლოდ 13 წლის ვიყავი და ვერ ხვდებოდი, რომ ეს ვნებიანი ცნობის მოყვარეობა, თვალთვალი და მიყურადება სიყვარულის ნიშანი იყო. მე ის დღეც მახსოვს, საყვარელო, როცა მთლიანად დავკარგე შენს გამო თავი. ერთხელ მე და ჩემი სკოლის ამხანაგი სასეირნოდ გავედით, ჭიშკართან ვიდექით და ვლაღბობდით. უცებ მანქანა მოგრიალდა და შეჩერდა. აი გადმოხტი მანქანის საფეხურიდან, შენი ჩვეული მოუთმენლობით ელეგანტურად, რომელიც დღესაც ასე გშვენის და ჭიშკრისაკენ გამოემართე. უნებლიეთ მეც ჭიშკრისაკენ გავწიე, რათა შენთვის კარი გამეღო და ასე შეგიჯახე გზაში. შენი მთბილი რბილი, ყოვლის მომცველი მზერით შემომხედე, რომელიც სინაზეს ჰგავდა. გამიღიმე, არა სხვანაირად ვერ ვიტყვი, ნაზად, თბილად, ძალიან ჩუმად მითხარი, დიდი მადლობა ფროილაინ. ეს ჩემთვის ყველაფერი იყო, საყვარელო, და ამ წამიდან ამ რბილი, ნაზი მზერის გამო შენი ტყვე გავხდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ შენ ამ ყოვლის მომცველი, მიმზიდველი, საბურველში გამხვევი და ამავე დროს განმძარცველი მზერით, ამ გამოცდილი მაცდური მზერით, ყველა ქალს აჯილდოვებ, ყველა გამრელსა თუ გამყიდველს ქალს, რომლისგანაც რაიმეს ყიდულობ, მოახლე გოგონას, რომელიც კარს გიღებს. შენი უნებლიე მზერა სრულებით არ გამოხატავს შენს ნებას თუ კეთილგანწყობას, მას მხოლოდ ქალებისადმი შენი სიყვარული არბილებს და ათბობს. მე კი 13 წლის გოგონას ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა. მე თითქოს ცეცხლში შევაბიჯე, მეგონა მისი სინაზე მხოლოდ მე მეკუთვნის მეთქი. მარტო მე, სწორედ ამ წამს ქალმა გაიღვიძა ჩემში, მოზარდში და ეს ქალი სამუდამოდ შენი გახდა. ვინ იყო? შემეკითხა მეგობარი გოგონა. მაშინვე ვერ უპასუხე, ჩემთვის შეუძლებელი იყო შენი სახელის ხსენება. სწორედ ამ ერთადერთ წამში ის ჩემთვის წმინდა გახდა, საიდუმლოდ იქცა. ერთი ბატონი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს, წამოვილუღლუღე უხერხულად. მაგრამ რატომ გაწითლდი ასე, როცა შემოგხედა? დამცინა მეგობარმა გოგონამ ცნობის მოყვარე ბავშვის მთელი სისასტიკით და ვიგრძენი, რომ ის ჩემს საიდუმლოს დასცინოდა. თავში კიდევ უფრო მხურვალედ მომაწვა სისხლი. დაბნეულობისგან უხეშად დავუყვირე, ფატისტვინა ხარ მეთქი, დიდი სიამოვნებით დაგახრჩობდი, მაგრამ მან კიდევ უფრო ხმამაღლა და გამომწვევად გაიცინა. ვიგრძენი, რომ საშინელი სიბრაზისგან ცრემლები წამომცვიდა, მივატოვე და სახლში გავიქეცი. ამ წუთიდან შემიყვარდი. ვიცი, ბევრ ქალს უთქვამს შენთვის იგივე, ბედის ნებიერისთვის.
მაგრამ დამიჯერე, არავის ყვარები ხარ ასე მონურად, ძაღლური ერთგულებით, ასე თავ დავიწყებით, როგორც იმ ხდალ არსებას, მაშინ მე რომ ვიყავი და როგორიც დავრჩი შენთვის სამუდამოდ, რადგან არაფერი შეედრება დედამიწაზე სიბნელიდან გამოსული ბავშვის შეუმჩნეველ სიყვარულს, რადგან ის ასე უიმედო, მორჩილი, თავგანწირული და ვნებიანია. არასოდეს იქნება ასეთი მოწიფული ქალის მართალია გაუცნობიერებელი, მაგრამ მაინც მომთხოვნი სიყვარული. მხოლოდ მარტოსულ ბავშვებს შეუძლიათ მთელი თავისი ვნება გულში დაიმარხონ. სხვები ქვეყანას მოსდებენ, თავიანთ გრძნობას, ელოლიავებიან და უზიარებენ მას, განდობილთ, მათ ბევრი სმენიათ და წაუკითხავთ სიყვარულის შესახებ და იციან, რომ ის საერთო ბედისწერაა. ისინი თამაშობენ მისით, როგორც სათამაშოთი, ტრაბახობენ იმით, როგორც ბიჭები თავისი პირველი სიგარეტით. მე არავინ მყავდა, რომ გამდობოდი, რომ გავეფრთხილებინე და ჭკუა ესწავლებინა, გამოუცდელი და უვიცი ვიყავი. ამიტომაც ბედისწერამ უფსკრულში გადამჩეხა. ჩემს წუხილსა და დარდს მხოლოდ შენ გიზიარებდი, შენს სიზმრისეულ ხატებას და არა ახლობლებს. მამა დიდი ხნის წინ მომიკვდა, დედა მწუხარებით დათვრგონილი და შიშით შეპყრობილი გაუცხოვდა ჩემთვის. სკოლის თავქარიან გოგონებთან არავითარი საერთო აღარ მქონდა, რადგან ისინი იმით თამაშობდნენ, რაც ჩემთვის უმაღლესი ვნება გამხდარიყო. ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ სულში იშლება და ქრება, ყველა ჩემი მოთოკილი და მოუთმენლად გამოცოცხლებული გრძნობა, ყველაფერი შენს ფერხთით გავშალე. ვინ იყავ ჩემთვის, როგორ უნდა გითხრა, ვერც ერთი შედარება ვერ გამოხატავს იმას, რასაც გრძნობდი. შენ ხომ ყველაფერი იყავი ჩემთვის, მთელი ჩემი სიცოცხლე. ყველაფერს ჩემს არსებობასაც მხოლოდ შენთან კავშირში ჰქონდა აზრი. აქამდე სწავლის მიმართ გულგრილი ვიყავი, საშუალოდ სწავლობდი, უცებ კი პირველი მოსწავლე გავხდი. გვიან ღამემდე კითხვაში გართულმა 1000 წიგნი წავიკითხე, რადგან ვიცოდი, რომ წიგნები გიყვარდა. დედა ჩემის გასაოცრად დიდი მონდომებით დავიწყე პიანინოზე დაკვრის სწავლა, რადგან მეგონა, რომ მუსიკა გიყვარდა. წმენდდი და ვკემსავდი ჩემს კაბებს, რათა მოგწონებოდი. ის რომ სასკოლო წინ საფარზე, რომელიც ოდესღაც დედა ჩემის კაბა იყო, მარცხნივ 4-კუთხედი ნემსი ემჩნეოდა, სასოწარკვეთაში მაგდებდა. მეშინოდა, რომ შემამჩნევდი და შემიზიზღებდი. ამიტომ, როცა კიბეზე ავდიოდი, ყოველთვის ჩანთით ვიფარავდი შიშისგან აკანკალებული, რომ არ დაგენახა. მაგრამ რა სისულელე იყო, შენ ხომ არასოდეს, თითქმის არასოდეს შემოგიხედავს. და მაინც, მთელი დღის განმავლობაში, სხვას არაფერს ვაკეთებდი, მხოლოდ შენ გელოდებოდი და გითვალთვალებდი. ჩვენს კარს პატარა ფოლადის სათვალთვალო ჰქონდა, რომელიდანაც შენი კარი მოსჩანდა. ოჰ, ეს სათვალთვალო. არა, ნუ გეღიმება საყვარელო, დღესაც არ მწვენი ეგ გატარებული საათების. ჩემი თვალი იყო სამყაროში. იქ ყინულივით ცივ შემოსასვლელში დედას რისხვას ვემალებოდი. ასე ვიჯექით ვეობით, წლობით, წიგნით ხელში, სადარაჯოზე, სიმივით დაჭიმული და აშღერებული. როცა გამოჩნდებოდი, ყოველთვის შენს სიახლოვეს ვიყავი, ყოველთვის დაძაბული და საქმიანი, მაგრამ შენ ამას ვერ გრძნობდი, როგორც საათის ზამბარის დაჭიმვას. ჯიბეში რომ გიდევს და სიბნელეში მოთმინებით შენს წუთებს ითვლის და ზომავს. შენს გზას გულისცემასავით ასდევნებია და მხოლოდ მილიონ წამში ერთხელ შენს სწრაფ მზერას გრძნობს. მე ყველაფერი ვიცოდი შენს შესახებ, ყველა შენი ჩვევა ნაცნობი იყო ჩემთვის, როგორც შენი ყოველი ჰალსტუხი თუ კოსტიუმი. უკვე კარგად ვარჩევდი შენს ნაცნობებს და ორ ნაწილად მყავდა დაყოფილი. ვინც მომწონდა და ვისაც ვერ ვიტანდი. 13-დან 16 წლამდე ყოველი წუთი სავსე იყო შენით. რა სისულელეები არ ჩამიდენია. კარის სახელურს კოცნიდი, რომელსაც შენი ხელი შეხებია. სიგარეტის ნამწუს ვიპარავდი. შემოსვლისას ძირს რომ აგდებდი. ის ხომ ჩემთვის წმინდა იყო. მას შენი ბაგეები შეხებოდნენ. ასჯერ მაინც გავსულ ვარ ქუჩაში იმის დასანახად, რომელ ფანჯარაში გენთო სინათლე, რომ ასე უფრო ძლიერად შემეგრძნო შენი უჩინარი სიახლოვე. იმ კვირეებში, როცა სადღაც მიემგზავრებოდი, გული შიშისგან მიჩერდებოდა.
როდესაც კეთილი იოჰანს ხედავდი ჩემოდნებით ხელში, ამ დღეებში ჩემი ცხოვრება კვდებოდა და უაზრო ხდებოდა. მოწყენილი, გაბოროტებული დავდიოდი და ვცდილობდი დედას ჩემს ნამტირალებ თვალებში სასოწარკვეთა არ შეემჩნია. ვიცი, ყველაფერი რაც კი ამბე გაზვიადებული წვრილმანები და ბავშვური სისულელეებია. უნდა მრცხვენოდეს მათ გამო, მაგრამ არ მრცხვენია, რადგან არასოდეს ყოფილა ჩემი სიყვარული უფრო სუფთა და ვნებიანი, როგორც იმ შორეული ბავშვური გატაცების დროს. საათობით, დღეების განმავლობაში შემიძლია მოგითხრო, თუ როგორ ცხოვრობდი მაშინ შენით, იმ ადამიანით, ვინც ვერც კი მცნობდა, ვისაც კიბეზე ვხვდებოდი და ვისი ცეცხლოვანი მზერის ასაცილებლადაც თავჩაღუნული ჩავიქროლებდი. ალბათ ასე ვარდება წყალში ალმოდებული ადამიანი. საათობით შემიძლია გელაპარაკო განვლილ დღეებზე, გადაგიშალო ჩემი ცხოვრების მთელი მატიანე, მაგრამ არ მინდა თავი მოგაბეზრო, დაგტანჯო. მხოლოდ ჩემი ბავშვობის ერთ მშვენიერ თავგადასავალს გაგანდობ. ოღონდ გთხოვ, არ დამცინო მისი უსაგნობის გამო. ბავშვისთვის კი ამ თავგადასავალს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ალბათ ეს ერთ კვირა დღეს მოხდა. შენ აქ არ იყავი. შენს მსახურს მძიმე ხალიჩები დაებერტყა და ახლა ბინაში მიათრევდა. კეთილი კაცი ძლივს ერეოდა მძიმე ტვირთს. თანაგრძნობა მაიძულა მივსულიყავი და დახმარება შემეთავაზებინა. გაუკვირდა, მაგრამ ნება დამრთო. რომ შემეძლოს იმის აღწერა, როგორ მოწიწებითა და თრთოლვით დავათვალიერე შენი ბინა, შენი სამყარო, საწერი მაგიდა, რომელზეც წერდი და რომელზეც ყვავილებიანი ბროლის ლარნაკი იდგა. შენი კარადები, კედელზე დაკიდებული ნახატები, შენი წიგნები. ეს მხოლოდ მსუბუქი, ქურდული მზერა იყო შენს ცხოვრებაში, რადგან ერთგული იოჰანი ცხადია უფლებას არ მომცემდა უფრო კარგად დამეთვალიერებინა ყველაფერი, მაგრამ მე ერთიანად შევისრუტე მთელი გარემო და უსასრულო ოცნებამ საზრდო მიიღო. ეს წუთიერი გაელვება ყველაზე ბედნიერი წამი იყო ჩემს ცხოვრებაში. ამას იმიტომ გიამბობ, რომ შენ, რომელიც არ მიცნობ ბოლოს და ბოლოს მიხვდე, თუ რა ძალით დაკავშირებოდა ჩემი ცხოვრება შენსას. ეს მინდოდა მომეყოლა და ის საშინელი ამბავიც, რომელიც ასე სწრაფად განვითარდა მას შემდეგ. მე ეს უკვე ბევრჯერ მithქვავს შენთვის. შენს გამო ყველაფერი დავივიწყე, არც დედას ვაქცევდი ყურადღებას და ვერც ვერავის ვამჩნევდი. ისიც ვერ შევნიშნე, რომ ვიღაც ვაჭარმა ინსბურგიდან დედას შორეულმა ნათესავმა ჩვენთან სიარულს მოუხშირა და კარგ ახნით რჩებოდა ხოლმე. მიხაროდა, რადგან დედა ხანდახან თეატრში მიყავდა და მარტო დარჩენა შემეძლო შენზე მეფიქრა, შენთვის მეთვალთვალა, რაც ჩემი უმაღლესი ერთადერთი ნეტარება იყო. ერთ დღეს დედამ საკმაოდ საზეიმოდ ოთახში მიხმო. რაღაც სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთანო. გავფიქრდი, გულმა ბაგაბუგი დამიწყო. ხომ არაფერი უგრძნია, რამეს ხომ არ მიხვდა, პირველად შენ გამახსენდი, საიდუმლო, რაც სამყაროსთან მაკავშირებდა. მაგრამ დედა თავად იყო აღელვებული, ნაზად მაკოცა, რაც ადრე არასოდეს გაუკეთებია. ერთხელ თუ ორჯერ დივანზე თავისკენ მიმიზიდა და ოდნავ დარცხვენითა და სერიოზულად დამიწყო საუბარი. მისმა მოყვარემ ქვრივმა ხელის თხოვა და ისიც უმთავრესად ჩემს გამო დათანხმდა. მიიღო მისი წინადადება. სისხლის აფეთქლებში მომაწვა, მხოლოდ შენზე ვფიქრობდი. ხომ აქ დავრჩებით, ესხა წამოვილუღლუღე, არა, ინსბურგში გადავალთ. ფერდინანდს იქ მშვენიერი ვილა აქვს. მეტი აღარ მომისმენია. თვალთ დამიბნელდა. შემდეგ გავიგე, რომ გული წამსვლია. გავიგონე, როგორ ეუბნებოდა ჩუმად დედა მამინაცვალს, თურმე გაშლილი ხელებით უკან დავეხიე და დამდნარ თუთიასავით იატაკზე დავეშვი. რა მოხდა შემდეგ დღეებში? უუფლებო ბავშვი როგორ ვიცავდი ყოვლისშემძლე ძალისგან თავს, ამის ახსნა არ ძალმიც. წერისას ახლაც ხელი მიკანკალებს, როცა ამაზე ვფიქრობ. ჩემს საიდუმლოს ვერ გავამხელდი. ამიტომაც ჩემი სიჯიუტე ბოროტებად და სიკერპედ მიიჩნიეს. ბარგს ჩემი სკოლაში ყოფნის დროს კრავდნენ. როცა სახლში უბრუნდებოდი, ახალი ნივთები მხვდებოდა გაყიდული ან შეფუთული. ასე ინგრეოდა ჩემი სახლი და მასთან ერთად ჩემი ცხოვრებაც. ერთხელ კი, როდესაც სადილობის დროს შინ დავბრუნდი, მუშებს უკვე მთელი ავეჯი გაეტანათ.
ცარიელ ოთახებში ჩალაგებული ჩემოდნები და დასაკეცი საწოლები ეწყო, ჩემთვის და დედაჩემისთვის. იქ უნდა დაგვეძინა უკანასკნელად და დილით ინსბრუკში გამგზავრებულიყავით. ბოლო დღეს უცებ მივხვდი, რომ შენი სიახლოვის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო. შენს გარდა სხვა ხსნა ჩემთვის არ არსებობდა. ასე ვფიქრობდი, ვერ ვიტყვი, რამდენად ნათლად შემეძლო ფიქრი ამ სასოწარკვეთის შამს. ბოლოს, როცა დედა შინიდან გავიდა სკოლის ფორმაში გამოწყობილი, შენსკენ გამოვეშურე. არა, არ მოვდიოდი, რაღაც უსაშველო ძალა მიბიძგებდა შენი კარისკენ და გაშეშებულ ფეხებს ძლივს მივათრევდი. ბოლოს კარის წინ აღმოჩნდი. უკვე გითხარი, თავად არ ვიცოდი რა მინდოდა. სად ვიყავი, ფეხებში ჩაგვართნოდი და მეთხოვა, რომ შენი მოსამსახურე, მონა გამხდარიყავი. მეშინია, რომ 15 წლის გოგონას უცოდველი ფანატიზმი ღიმილს მოგგვრის, მაგრამ საყვარელო, აღარ გაგეღიმება, რომ იცოდე, როგორ ვიდექი გარეთ, სადარბაზოში, შიშისგან გაშიშებული და მაინც რაღაც უზარმაზარი ძალის მიერ წინ მიზიდული. ვერ აგიწერ, როგორი ძალის ხმევით მოვწყვიტე მკლავები ათრთოლებულ სახელურს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უსასრულოდ დიდხანს რომ გრძელდებოდა თითი უნებლიეთ დავაჭირე ზარის ღილაკს. დღესაც გაისმის ჩემს ყურებში ზარის წკრიალი და შემდეგ ჩამოვარდნილი სიჩუმე, მას შემდეგ რაც თითქოს გული გამიჩერდა, სისხლი გამეყინა და სმენად ვიქეცი. ვცდილობდი გამიგო შენი ნაბიჯების ხმა. მაგრამ შენ არ გამოხვედი, არავინ გამოსულა, ნამდვილად არ იყავი სახლში და იოჰანიც ალბათ საყიდლებზე წასულიყო. ასე დავბრუნდი ჩვენს დანგრეულ დაცარიელებულ ბინაში. ყურში ზარის მკვეთრი ჟღერა მესმოდა. დაღლილი პლედზე მივეგდე. 4 ნაბიჯისგან ისე დავიქანცე, თითქოს საათობით მევლოს თოვლზე. მაგრამ დაღლილობა მაინც ვერ შემაცვლევინა გადაწყვეტილება. სანამ შენგან მომგლეჯდნენ, მენახე, მელაპარაკა შენთან. გეფიცები, არავითარი გრძნობის ამშლელი აზრი არ მომსვლია თავში. გამოუცდელი ვიყავი. მხოლოდ შენზე ვფიქრობდი, მხოლოდ შენი ნახვა, შენთან სიახლოვე მსურდა. საყვარელო, გრძელი სასოწარკვეთილი ღამე შენს ლოდინში გავატარე, როგორც კი დედა დაწვა და დაიძინა, შესასვლელში გავიპარე, რომ მიმეყურადებინა და გამეგო, როდის დაბრუნდებოდი. იანვრის ყინვაში მთელი ღამე გელოდი. დავიხალე, მთელი სხეული მტეხდა და სავარძელიც აღარ იდგა, რომ დამჯდარიყავი. ასე რომ ცივი იატაკზე გავიშოტე, სადაც კარიდან შემოსული სხივი გაწოლილიყო. თხელი კაბით ვიწექი გაყინული იატაკზე, რადგან საბანიც კი არ წამომიხია, არ მინდოდა სითბოში ჩამძინებოდა და შენი ნაბიჯების ხმა გამომპარვოდა. ყველაფერი მტკიოდა, ფეხები მომეკრუნჩხა, ხელები მიკანკალებდა, იძულებული გავხდი ამდგარიყავი. ისე ციოდა იმ საშინელ სიბნელეში. გელოდი როგორც ბედის წერას. ბოლოს და ბოლოს ალბათ დილის 2 თუ 3 საათი იქნებოდა, ქვევით სახლის კარი გაიღო და კიბეზე ნაბიჯების ხმა გავიგონე. ყინვა უცებ სადღაც გაქრა, საღეზე ალმური მომედო, ჩუმად გავახი კარი, რათა შეგხვედროდი და ფეხებში ჩაგვართნოდი. არ ვიცი რას არ ჩაიდენდა სულელი ბავშვი. ნაბიჯები მოახლოვდა, მაღლა სანთლის შუქი ალაპარაკდა. კანკალით ჩავავლე ხელი კარის სახელურს. შენ ხარ კიბეზე მომავალი? დიახ, შენ იყავი საყვარელო, მაგრამ მარტო არ იყავი. ჩუმი სიცილი, ლამაზი აბრეშუმის კაბა და შენი ჩუმი ხმა. შენ ქალთან ერთად დაბრუნდი სახლში. როგორ გადავიტანე ეს ღამე არ ვიცი. მეორე დღეს 8 საათზე ინსბრუკში წამიყვანეს. წინააღმდეგობისთვის ძალა აღარ მეყო. გუშინ ღამით შვილი გარდამეცვალა. თუ ცოცხალი გადავრჩი, კვლავ მარტოობა მელის. ხვალისინი მოვლენ, შავი, უხეში ადამიანები და კუბოს გამოიტანენ. შიგ ჩემს ერთადერთ საფრალო შვილს ჩააწვენენ. შეიძლება მეგობრებიც მოვიდნენ და გვირგვინები მოიტანონ. მაგრამ რა უნდა ყვავილებს კუბოზე? მეგობრები შეეცდებიან დამამშვიდონ უაზრო სიტყვებით, მაგრამ როგორ შეძლებენ დახმარებას? ვიცი, კვლავ მარტო უნდა ვიყო და ადამიანებს შორის მარტოობაზე საშინელი ხომ არაფერია. ეს იმ 2 უსასრულო წლის განმავლობაში გავიგე, 16-დან 18 წლამდე, ინსბრუკში რომ გავატარე.
სადღაც პატიმარივით, განდეგილივით ცხოვრობდი ჩემს ოჯახში. მამინაცვალი მშვიდი, სიტყვა ძუნწი კაცი, კარგად მეკცეოდა. დედა თითქოს უნებლიე, უსამართლობას ინანიებდა. ყველა სურვილს მისრულებდა, ყმაწვილები თავს მეულებოდნენ, მაგრამ ყველას ხელს ვკრავდი. არ მინდოდა შენს გარეშე ბედნიერი, კმაყოფილი ყოფილიყავი. თვითონ დავიმარხე თავი ტანჯვის და მარტოობის ბნელ სამყაროში. ახალ ჭრელკაბებს, რომლებსაც მშობლები ყიდულობდნენ, არ ვიცვამდი. თავს ვარიდებდი კონცერტებსა და თეატრებში სიარულს, ანდა ბუნებაში გასეირნებას, მხიარულ ახალგაზრდებთან ერთად, ქუჩაშიც იშვიათად გავდიოდი. დამიჯერებ საყვარელო, რომ პატარა ქალაქში, სადაც 2 წელიწადი გავატარე, 10 ქუჩაც კი არ ვიცოდი. მე ვგლოვობდი, მინდოდა მეგლოვა. ახალ სატანჯველს ხარბად ვეწაფებოდი. ამით შენი ნახვის შეუძლებლობით გამოწვეულ ტანჯვას კიდევ უფრო ვიღრმავებდი და კიდევ. არ მინდოდა ჩემს ვნებას მოვწყვეტოდი, მინდოდა სულ შენთან ყოფილიყავი, მარტო ვიჯექის სახლში საათობით, დღეების განმავლობაში და შენზე ფიქრის გარდა არაფერს ვაკეთებდი. ისევ და ისევ, ყოველი შეხვედრა, ყოველი მოლოდინი თუ მოგონება, ახლებურად თამაშობდა ჩემს წინაშე, როგორც თეატრში და იმის გამო, რომ ყოველ წუთს უთვალავჯერ ვიმეორებდი მთელი ბავშვობა მწველ მოგონებად მეკცა. წარსული წლების ყოველ წუთს ისე ცხოვლად ვგრძნობდი, თითქოს გუშინ გადამხდენოდა თავს. იმ დღეებში მხოლოდ შენით ვცხოვრობდი, შენს ყველა წიგნს ვყიდულობდი, გაზეთში შენი სახელის გამოჩენა ჩემთვის ზეიმი იყო. დამიჯერებ, რომ შენი წიგნები იმდენჯერ მქონდა წაკითხული, ყველა წინადადებაზე პირად ვიცოდი. დღესაც, 13 წლის შემდეგ, ღამით რომ გამაღვიძონ და ამოგლეჯილი ფრაზა წამიკითხონ, უშეცდომოდ გავაგრძელებ. შენი ყოველი სიტყვა ჩემთვის სახარება და ლოცვა იყო. მთელი სამყარო მხოლოდ შენთან კავშირში არსებობდა. ვენის გაზეთებში კონცერტებსა და პრემიერების შესახებ მხოლოდ იმიტომ ვკითხულობდი, რომ გამეკო, რომელს შეეძლო შენი დაინტერესება. როდესაც მოსაღამოვდებოდა, შორიდან წარმოვიდგენდი, ახლა დარბაზში შედის, ახლა ადგილს იკავებს. ეს 100-ჯერ დამსიზმრებია და მხოლოდ ერთადერთხელ გნახე კონცერტზე. მაგრამ რატომ გიყვევი ამას, ამაღტკინებული, საკუთარ თავზე გაბრაზებული, მიტოვებული ბავშვის ტრაგიკულ, უიმედო ფანატიზმზე? რისთვის უნდა მოუყვე ეს იმას, ვისაც არ უგრძნია და არ განუცდია ეს ყველაფერი? მაგრამ ვიყავი კი მაშინ ბავშვი, 17 წელი შემისრულდა, 18-ის გავხდი. ყმაწვილები თვალს მაყოლებდნენ ქუჩაში, მაგრამ მხოლოდ სიფრაზეს ვგრძნობდი, რადგან სიყვარული ან თუნდაც სასიყვარულო თამაში სხვასთან ვერ წარმომედგინა. ცდილობაც კი დანაშაულად მიმაჩნდა. ჩემი ვნება შენდამი იგივე დარჩა, მხოლოდ უფრო ხორციელი, გრძნობიერი, ქალური გახდა და რაზეც ბავშვს თავისი ბუნდოვანი, გაუცნობიერებელი სურვილებით, ბავშვს, რომელმაც შენს კარზე ზარს დააჭირა თითი, წარმოდგენაც არ ჰქონდა, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ახლა უკვე სურდა, თავი შენთვის მოეწყნა, შენი გამხდარიყო. ჩემს გვერდით მყოფ ადამიანებს არ ესმოდათ ჩემი, მორიდებული ვეგონე, რადგან ჩემს საიდუმლოს არავის ვბანდობდი. ჩემში რკინისებური ნება მწიფდებოდა. ყველა ჩემს ფიქრსა და მისწრაფებას ერთი მიმართულება ჰქონდა, უკან, ვენაში, შენთან. ჩემი მამინაცვალი შეძლებული კაცი იყო. საკუთარ შვილად მივაჩნდი, მაგრამ ჯიუტა დამოვიჩემე. თავად უნდა ვიშოვო ფული მეთქი. ბოლოს მივაღწიე კიდეც მიზანს და ვენაში ერთ ნათესავთან დავიწყე მუშაობა ტანსაცმლის მაღაზიაში. საჭირო არ არის იმის აღნიშვნა, თუ საით გავეშურე, როცა ბოლოს შემოდგომის ერთ ნისლიან საღამოს ვენაში ჩავედი. ჩემოდანი სადგურში დავტოვე და ტრამვაიში ავხდი. ოჰ, რა ნელა მიდიოდა, ყოველი გაჩერება გულს მიხეთქავდა და ჩვენი სახლის წინ აღმოჩნდი, შენი ფანჯარა განათებული იყო. ყველაფერი ამაღლდა ჩემში. პირველად გაცოცხლდა ქალაქი, რომელიც ასე უცხოდ და გულგრილად შემხვდა. პირველად ვიგრძენი, რომ ცოცხალი ვარ, როდესაც ასე ახლოს იყავი შენ, ჩემო უსასრულო ოცნება. ვერ ვხვდებოდი, რომ ახლა, როცა მხოლოდ განათებული ფანჯარა იყო შენსა და ჩემს გაბრწყინებულ მზერას შორის,
ისევე შორს იყავი ჩემგან, როგორც მაშინ, როცა მინდვრები, მთები და მდინარეები გვაშორებდა ერთმანეთს. თვალმოუშორებლად შევცქეროდი. აქ იყო შუქი, სახლი, სადაც შენ იყავი, აქ იყო ჩემი სამყარო. 2 წელი ვოცნებობდი ამ წუთზე და აი, ახლა თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა. მთელი საღამო შენი ფანჯრის წინ გავატარე, სანამ ოთახში შუქი ჩაქრებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ მოვიძიე ბინა. ყოველ საღამოს მოვდიოდი შენს სახლთან, 6 საათამდე ვმუშაობდი. მძიმე, დამქანცველი სამუშაო მქონდა, მაგრამ სიამოვნებდა, რომ იქაური დაძაბულობა საკუთარს მავიწყებდა. და როდესაც უკანასკნელი რკინის დარაბა დაიხურებოდა, პირდაპირ სანატრელი მიზნისკენ მივიჩქაროდი. მინდოდა მხოლოდ ერთხელ დამენახე. შორიდან მაინც მეხილა შენი სახე. ერთხელ მაინც შეგხვედროდი. 1 კვირის შემდეგ, ზუსტად მაშინ, როცა არ გელოდი, შემთხვევით შეგხვდი. შენს ფანჯარას შევყურებდი, როცა ქუჩა გადმოკვეთე. თითქოს კვლავ 13 წლის ბავშვად გადავიქეცი. ვიგრძენი, როგორ შემეფაკლა ლოყები. უნებლიეთ თავი ჩავღუნე და აელვისებურად თითქოს ვიღაც მომდევდა, გვერდით ჩაგირბინე. არადა რამდენი მიოცნებია ამ მომენტზე. შემდეგ შემრცხვა. ჩემი ბავშვური სიმხდალის. ახლა ხომ უკვე ვიცოდი რა მინდოდა. ნატვრით ახსავსე დღეების შემდეგ მინდოდა შეგხვედროდი. ყურადღება მოგექცია, გყვარებოდი, შენსკენ მოვილტვოდი, გეძებდი, მინდოდა გეცნე. დიდხანს ვერ მომჩნევდი, მიუხედავად იმისა, ყოველ საღამოს დათოვლილ ქუჩაში, თუ სუსხიან ქარში შენს ქუჩაზე ვიდექი. ხშირად უშედეგოდ გელოდებოდი. 2ჯერ ქალებთან ერთად შეგნიშნე, მაშინ მივხვდი, რომ გავზრდილ ვარ. ახალი, სხვანაირი გრძნობა გამჩენოდა შენს მიმართ, გული ამომივარდა. როცა უცხო, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი ხელგაყრილი მოგყვებოდა. თუმცა არ გამკვირვებია. შენს მუდმივ სტუმრებს ბავშვობიდან შეჩვეული ვიყავი. მაგრამ ეს ცხადი, ხორციელი სიახლოვის დასტური ახლა ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა. აღვშფოთდი და მეორე დღეს არ მოვედი შენს სახლთან. კვლავ ბავშვურად ამაყი და ჯიუტი ვიყავი. მაგრამ რა? სასოწარმკვეთი იყო ეს ცარიელი საღამო, სიჯიუტით და უარყოფით სავსე. შემდეგ საღამოს კვლავ შენს დახურულ ფანჯარასთან ვიდექი და ნაღვლიანი გელოდებოდი, ისე როგორც გავატარე მთელი სიცოცხლე შენს მოლოდინში. ბოლოს ის საღამოც დადგა, როცა შემამჩნიე. შორიდან დაგინახე მომავალი. მთელი ჩემი ნებისყოფა მოვიკრიბე, რომ ხელიდან არ გამეშვი. ბედნიერი შემთხვევითობით. იმ დროს სატვირთოს ცლიდნენ. ქუჩა გადახერგილი იყო და შენ იძულებული გახდი ჩემთან სულ ახლოს ჩაგევლო. სხვათა შორის შემომხედე, მაგრამ იმ მომენტში, როცა ჩემი დაჟინებული მზერა იგრძენი, შენს თვალებში ნაცნობი გამომეტყველება გამოკრთა. რა შემაძრწუნებელია ამის გახსენება. ყოვლის მომცველი, მიმზიდველი, საბურველში გამხვევი და ამავე დროს განძარცველი მზერა, გამოცდილი მაცდური, რომელმაც ერთ დროს შეყვარებულ ქალად მაქცია. 1-2 წამით თვალი თვალში გამიყარე. დაჟინებით მიყურებდი, თვალი ვერ მომწყვიტე. შემდეგ ჩამიარე. გული ამიძგერდა, ონებლიეთ ნაბიჯი შევანელე და როდესაც ცნობის მოყვარეობით უკან მოვიხედე, დავინახე, რომ იდექი და მიყურებდი. მაშინვე ვიცანი შენი დაინტერესებული შემოხედვა. ვერ გამიხსენე, ვერ მიცანი, არასოდეს გიცნი ვარ. საყვარელო, ამ წამების იმედგაცრუების აღწერა არ შემიძლია. პირველად ვიგრძენი შენგან ვერცნობის ბედისწერა. ამით ვიცხოვრე და ამით ვკვდები, ვერ ნაცნობი შენგან. როგორ აგიხსნა ეს იმედგაცრუება? ინსბრუკში გატარებული 2 წლის ყოველი წამი შენზე ფიქრში გავატარე და ვენაში ჩვენს შეხვედრაზე ოცნების გარდა არაფერს ვაკეთებდი. განწყობის მიხედვით სხვადასხვაგვარ წარმოდგენაში ვიკარგებოდი. ხან ნეტარებით ახსავსე წარმომედგინა ეს შეხვედრა, ხან ველურივნებით აღტკინებული. ყველაფერი ასე ვთქვათ უკვე ნაოცნებარი იყო. ყველაზე ბნელ წუთებში ვფიქრობდი, რომ ხელს მკრავ, შემიზიზღებ, რადგან მეტად უმნიშვნელო, მეტად უშნო და მომაბეზრებელი ვარ. შენი სიცივის და გულგრილობის ყველა ფორმას გაუძელი, მაგრამ სასოწარკვეთის ბნელ წუთებშიც კი, როცა თავი შენი ღირსი არ მეგონა, აზრად არ მომსვლია და მეშვა ეს ყველაზე საშინელი და მტანჯველი ფიქრი, რომ შენ საერთოდ ვერ შეამჩნევდი ჩემს არსებობას. დღეს უკვე მესმის ეს. შენ მასწავლე ამის გაგება. მამაკაცისთვის გოგონას, თუ ქალის სახე მუდმივად ცვალებადია.
ხშირად ის სარკეა, რომელიც ხან ვნებას, ხან სინორჩეს, ხან დაღლილობას აირეკლავს და ისევე სწრაფად ქრება, როგორც ანარეკლი სარკეზე. ამიტომ თუ ასაკი მას სახეზე ჟუგ ჩრდილს შეუცვლის, ან ტანსაცმელი დრო და დრო სხვადასხვა ჩარჩოში მოაქცევს, მამაკაცი ქალს ვეღარ ცნობს. ნამდვილი ბრძენია ის, ვინც ამ ჭეშმარიტებას შეეგუება, მაგრამ მე, პატარა გოგოს, არ შემეძლო შენი გულმავიწყობის გაგება, რადგან ჩემმა უსასრულო ფიქრმა შენზე გიჟური რწმენა გამიჩინა, რომ შენც უნდა გხსომებოდი და დამლოდებოდი. სუნთქვასაც ვერ შევძლებდი თუ მეწოდინებოდა, რომ შენთვის არაფერს წარმოვადგენ და ჩემზე მოგონება ოდნავადაც არ შეხებია შენს სულს. შენმა მზერამ კი დამარწმუნა, რომ ჩემი აჩრდილი არსად იყო შენს მეხსიერებაში. მოგონების არც ერთი ძაფი არ აკავშირებდა შენს ცხოვრებას ჩემთან. ეს პირველი ნაბიჯი იყო სინამდვილეში დაბრუნებისკენ, ჩემი ბედისწერის პირველი წინათგრძნობა. მაშინ ვერ მიცანი, ვერც 2 დღის შემდეგ, როცა ძალიან თბილად, ნაცნობივით შემომხედე, ლამაზი გოგონა გეგონე, რომელსაც გუშინ შეხვდი და არა ის მოზარდი, რომელსაც უყვარდი და რომელშიც ქალი გააღვიძე. შენს მზერაში თავაზიანი განცვიფრება იგრძნობოდა. მსუბუქმა ღიმილმა გადაგირბინა ბაგეზე. კვლავ გვერდზე ჩამიარე და ნაბიჯი შეანელე. ავკანკალდი, აღვფრთოვანდი, ვლოცულობდი, რომ გამომლაპარაკებოდი. ვიგრძენი, რომ პირველად ვიყავი შენთვის ხორჩ შესხმული არსება. მეც უკან არ დავიხიე და ნაბიჯი შევანელე. ისე, რომ არც შევფრუნებულ ვარ. ვიგრძენი, რომ ჩემს უკან მოდიოდი. ვიცოდი, შენ სანატრელ ხმას გავიგონებდი. ლოდინმა თითქოს დამბლა დამცა, მეშინოდა შეჩერების, გული ამიჩქარდა, ჩემ ხარეს გადმოხვედი. შენებურად, მსუბუქი მხიარულებით გამომელაპარაკე. თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. შენ არ გახსოვდი, არასოდეს არაფერი იცოდი ჩემი ცხოვრების შესახებ. ისე უშუალოდ, მომაჯადოებლად მელაპარაკებოდი, რომ პასუხის გაცემაც კი შევძელი. მთელი ქუჩა ერთად გავიარეთ, შემდეგ შემეკითხე. ერთად ხომ არ გვევახშმაო, მე დაგთანხმდი, ან როგორ გავფეტავდი უარის თქმას. ერთად ვივახშმეთ პატარა რესტორანში. თუ გახსოვს, სად ვიყავით? არა, შენთვის ეს საღამო სხვა მრავალი საღამოსგან არ განსხვავდებოდა, რადგან ვინ ვიყავი მე შენთვის, მრავალთაგან ერთ-ერთი, გრძელი ჯაჭვის უბრალო რგოლი. ერთ-ერთი მორიგი თავგადასავალი. რას შეეძლო შენთვის ჩემი თავი გაიხსენებინა? ცოტას ვლაპარაკობდი, რადგან შენთან სიახლოვით შენი საუბრის მოსმენით უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. უაზრო სიტყვებით არც ერთი წუთის დაკარგვა არ მინდოდა. არასოდეს დავივიწყებ ამ წუთებით მონიჭებულ ბედნიერებას, რომ სრულად დააკმაყოფილე ჩემი ვნებიანი პატივმოყვარეობა. რა ფაქიზი, უბრალო, ტაქტიანი იყავი, ყოველგვარ ძალდატანების, ყალბი სინაზის გარეშე და პირველივე წუთიდან ისე გულწრფელად მესაუბრებოდი, რომ ნამდვილად მოიგებდი ჩემს გულს, ისედაც მთელი არსებით შენი რომ არ ყოფილიყავი. შენ არც იცი, რამხელა საჩუქარი მომიწყვენი, როცა ჩემი ბავშვური ოცნებები არ გამიცრუე. უკვე გვიანი იყო, ჩვენ წამოვდექით. რესტორნის კართან შემეკითხე, მეჩქარებოდა სადმე თუ კიდევ მქონდა დრო. როგორ დაგიმალავდი იმას, რომ შენთან ყოფნისთვის მზად ვიყავი. გითხარი, რომ დრო მქონდა. შემდეგ შემეკითხე, ხომ არ ავიდოდი მასთან ცოტა ხნით. მე გიპასუხე, სიამოვნებით. რადგან ეს თავისთავად ცხადი იყო ჩემთვის და მაშინვე შევამჩნიე, რომ ნაჩქარევმა პასუხმა ოდნავ შეგაცბუნა ან გაგახარა. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად გაკვირვებული იყავი. დღეს უკვე მივხვდი, რამაც გაგაკვირვა. ვიცი, რომ ქალებს ჩვევა დაგვთ მაშინაც კი, როცა დანებების სურვილით იწვიან, მზადყოფნა დაფარონ, შიში და აღშფოთება გაითამაშონ და მხოლოდ ტყუილით, ფიცითა და დაპირებით გახადონ უარი შესაძლებელი. ვიცი, რომ ამგვარ მიპატიჟებას სიხარულით თანხმდებიან მხოლოდ მეძავები, რომელთაც სიყვარული პროფესიად გაუხდიათ, ან ძალიან გულბრყვილო, ჯერ კიდევ უმწიფარი ბავშვები. ჩემი პასუხი კი, მაგრამ როგორ მიხვდებოდი ამას? სიტყვად ქცეული სურვილი იყო.
1000 მტანჯველი დღის დაუოკებლად ამოხეთქილი ნატვრა. ასეა თუ ისე, შენ დაინტერესდი ჩემით. ვიგრძენი, რომ საუბრისას რაღაც უცნაურად გაკვირვებული მათვალიერებდი. გამოცდილებამ, ადამიანური სისუსტეების მაგიურმა ცოდნამ მაშინვე გიკარნახა, რომ რაღაც გამოცანა, რაღაც უჩვეულო იმალება ამ მომხიბლავ მიმდობ გოგონაში. შენში ცნობის წადილმა გაიღვიძა. ირიბი ფრთხილი შეკითხვებით მივხვდი ამას. თითქოს საიდუმლოს შეხებას ცდილობდი. მე უკან დავიხიე. მერჩია გიჟად მიგეღე, ვიდრე ჩემი საიდუმლო გამემშხავნებინა. ჩვენ შენთან ავედით. მაპატიე საყვარელო, თუ გეტყვი, რომ შენ ამის გაგება არ შეგიძლია. ვერ მიხვდები, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის ეს დერეფანი და კიბე. რათა უბრუსხვევა, ღელვარება, ტანჯველი, ლამის სასიკვდილო ბედნიერება მომიტანა. ახლაც არ შემიძლია ცრემლების გარეშე ვიფიქრო ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ახლა წვეთი ცრემლიც აღარ შემრჩენია. მინდა იგრძნო, რომ იქ ყოველი ნივთი ჩემი ვნებით არის გაჟღენთილი, ყოველი მათგანი ჩემი ბავშვობის, ჩემი ნატვრის სიმბოლოა. ჭიშკარი, სადაც 1000-ჯერ მაინც მომიწია შენმა ლოდინმა, კიბე, სადაც შენს ნაბიჯებს ვაყურადებდი და სადაც პირველად დაგინახე. სათვალთვალო, საიდანაც გითვალთვალებდი. შენი კარის წინ დადებული პატარა ფეხსაწმენდი ფარდაგი, სადაც მუხლებზე მდგარ ვარ, გასაღების ჩხაკუნი საკეთში. რამდენჯერ წამომხტარ ვარ ჩემი სამალავიდან მისი ხმის გაგონებაზე. მთელი ჩემი ბავშვობა, მთელი ჩემი ვნება აღბეჭდილი ამ პატარა სივრცეში. აქ მთელი ჩემი ცხოვრება იყო და ახლა ქარიშხალივით დამატყდა თავს. ყველაფერი ამიხდა და ახლა შენთან ერთად მივდიოდი ჩემს სახლში. ეს ბანალურად ჟღერს, მაგრამ სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. შენს კართან თავდებოდა სინამდვილე, უაზრო ყოველდღიურობა. მისი ქეთკი ბავშვის ზღაპრული სამყარო, ალადინის სამყარო იწყებოდა. წარმოვიდგინე, საათობით ვიდექი ანთებული თვალებით ამ კარის წინ, რომელსაც ახლა 100 ადვილად გადავაბიჯე და შენ იგრძნობ, მხოლოდ იგრძნობ და ვერასოდეს მიხვდები, ჩემო საყვარელო, რას ნიშნავდა ეს აბედის წერო წუთი ჩემს ცხოვრებაში. იმ ღამეს შენთან დავრჩი. ვერც კი მიხვდი, რომ აქამდე არც ერთ კაცს არ ენახა ჩემი სხეული, არ შემხებოდა, ან კი როგორ მიხვდებოდი საყვარელო, როცა მცირედი წინააღმდეგობაც არ გამიწევია და ყოველგვარი ჭოჭმანი და სირცხვილი დავთრგუნე, რათა ამით ჩემი სიყვარულის საიდუმლო არ ამოგეცნო. რაც უეჭველად შეგაშინებდა, შენ ხომ მხოლოდ ადვილი, სუბუქი, წარმავალი ურთიერთობები გიყვარს, გეშინია სხვისი ბედისწერის გაზიარების. სამყაროსთან შერწყმას ესწრაფვი და მსხვერპლის გაღება არ გსურს. გთხოვ, ცუდად არ გამიგო თუ გეტყვი, რომ ქალწული ვიყავი. მე არ გსაყვედურობ, არ მოგიტყუები ვარ, არ შეგიცდენი ვარ, მე თვითონ შემოვიჭერი შენს ცხოვრებაში. გულში ჩაგიკარი, ჩემს ბედისწერაში გადავარდი. არასოდეს და გადანაშაულებ, არა, ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ სიხარულისგან გასხივოსნებული, ნეტარებაში ჩაფლული ღამისთვის. როდესაც სიბნელეში თვალი გავახილე და ჩემს გვერდით დაგინახე, გამიკვირდა, რომ ვარსკვლავები არ დამნათოდნენ. ისეთ ცხადად გრძნობდი ცას. არა, არასოდეს მინანია ჩემო საყვარელო, შენთან გატარებული საათები. როცა გეძინა, როცა შენს სუნთქვას უსმენდი, შენს სხეულს გრძნობდი და ასე ახლოს ვიყავი შენთან. სიბნელეში ბედნიერებისაგან ტიროდი. დილით ადრე ავდექი, მაღაზიაში მაგვიანდებოდა და თანაც მსახურის მოსვლამდე მინდოდა წასვლა. როცა ჩაცმული ვიდექი შენს წინაშე, ჩემი ხელი აიღე, დიდხანს მიყურებდი, არ ვიცი, რაღაც ბუნდოვანსა და შორეულს იგონებდი, თუ მხოლოდ ჩემი სილამაზით ტკბებოდი. შემდეგ ტუჩებში მაკოცე, ნელა გამთავისუფლდი შენი ხელებისგან და წასვლა დავაპირე. მაშინ შემეკითხე, რამდენიმე ყვავილს ხომ არ წაიღებო? კი მეთქი. 4 თეთრი ვარდი ამოიღე ბროლის ლარნაკიდან. მე ეს ლარნაკი ჩემი ბავშვობიდან მახსოვდა და მომეცი. დიდხანს კოცნიდი შენს ნაჩუქარ ვარდებს. ჩვენ მომავალი საღამოსთვის დავთქვით შეხვედრა.
მოვედი და კვლავ ბრწყინვალე ღამე გავატარეთ. მესამე ღამეც მაჩუქე. შემდეგ მითხარი, უნდა გავემგზავრო? ოჰ, ბავშვობიდან მოყოლებული, როგორ მეზიზღებოდა შენი მგზავრობები. შენ პირდი, დაბრუნებისთანავე შეგეხმიანებიო. საფოსტო მისამართი მოგეცი, არ მინდოდა ჩემი ვინაობა გაგეგო. საიდუმლოებას მტკიცედ ვინახავდი. გამომშვიდობებისას კვლავ მაჩუქე ვარდები. 2 თვის განმავლობაში. ყოველ დღე ვაკითხავდი პოსტას, მაგრამ უშედეგოდ. მაგრამ არა, რა საჭიროა მოლოდინის ჯოჯოხეთური ტანჯვა, სასოწარკვეთა აგიწერო. მე არ გსაყვედურობ, მიყვარხარ, ხურვალე და გულმავიწყი, უანგარო და მოღალატე. ზუსტად ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ და როგორიც იყავი. დიდი ხანია დაბრუნდი, ამას შენი განათებული ფანჯრებიდან მივხვდი, მაგრამ წერილი არ მოგიწერია. არც ერთი სტრიქონი არა მაქვს, ჩემს უკანასკნელ წუთებში შენგან, ვისაც მთელი ჩემი სიცოცხლე მივუძღვენი. გელოდებოდი, სასოწარკვეთილი გელოდებოდი, მაგრამ არ დამიძახე, არც ერთი სტრიქონი არ მოგიწერია, არც ერთი სიტყვა. გუშინ ჩემი შვილი გარდაიცვალა. ის შენი შვილიც იყო, საყვარელო, იმ 3 ღამის ბავშვი. გეფიცები, სიკვდილის ჭრდილის ქვეშ არ ცრუობენ. ის ჩვენი შვილი იყო, რადგან მას შემდეგ, რაც დაგნებდი და სანამ ბავშვი გამიჩნდებოდა, არც ერთი კაცი არ შემხებია. შენმა შეხებამ განმწმინდა, რადგან ყველაფერი იყავი ჩემთვის. შენს სიყვარულს ვერ გაუნაწილებდი მათ, ვინც მხოლოდ წუთიერად გაიელვა ჩემს ცხოვრებაში. ის ჩვენი შვილი იყო, საყვარელო, ჩემი გაცნობიერებული და შენი udardeli, წუთიერი გრძნობის შედეგი. ჩვენი შვილი იყო, ჩვენი ვაჟი, ჩვენი ერთადერთი ბავშვი. ალბათ შემეკითხები, საყვარელო, შეცმუნებული ან გაკვირვებული, რატომ დაგიმალე ამდენი წლის განმავლობაში ეს ამბავი და მხოლოდ დღეს გიყვები მასზე, ვისაც ახლა აქ ბნელში სამუდამოდ სძინავს, წევს წასასვლელად გამზადებული, რათა აღარ დაბრუნდეს, აღარ ასოდეს. როგორ უნდა მეთქვა ეს შენთვის? არ დამიჯერებდი. უცხო ქალს, ღამის შემთხვევით სტუმარს, ერთი ხელის დაქნევით, წინააღმდეგობის გარეშე რომ დაგნებდა. არასოდეს დაუჯერებდი, შემთხვევით შემხვედრ, უცნობს, რომ ის შენი, მოღალატის ერთგული იქნებოდა. ეჭვის გარეშე არ მიიჩნევდი ბავშვს შენად. ყოველთვის, მაშინაც კი, თუ ჩემი სიტყვები სიმართლესთან ახლოს მოგეჩვენებოდა, ჩუმი ეჭვი დაგტანჯავდა, რომ შენი კეთილდღეობით ვისარგებლე და სხვისი შვილი შემოგაჩეჩე. ჩვენ შორის უნდობლობის ჭრილი ჩამოწვებოდა. მე კი ეს არ მინდოდა. მე ხომ იმდენად კარგად გიცნობ, რომ თვითონაც არ იცნობ საკუთარ თავს. ვიცი, შენთვის, ვისაც udardeli მსუბუქი სიყვარული გიყვარს, არასასურველი იქნებოდა მამობა. ზღვის ბედზე პასუხისმგებლობის აღების შეგეშინდებოდა. ჩემთან თავს შებორკილად იგრძნობდი. შენ ხომ მხოლოდ თავისუფლებაში შეგიძლია სუნთქვა. თუ შენინების გარეშე დარჩებოდი ჩემთან, ამ შებორკილობის გამო. დიახ, ჯერა რომ შენ ჩემთან იქნებოდი. ერთი წუთითაც რომ დაგწოლოდი ტვირთად, შეიძლება შეგძულებოდი. მე კი იმდენად ამაყი ვიყავი, რომ მინდოდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩემზე udardელად, სუბუქად გეფიქრა. მერჩია მთელი სიმძიმე ჩემს თავზე ამეღო, ვიდრე შენს ტვირთად ვქცეულიყავი და ყველა შენს ქალს შორის მე ვყოფილიყავი ერთადერთი, რომელსაც სიყვარულითა და მადლიერებით მოიგონებდი. მაგრამ სინამდვილეში შენ ჩემზე არასოდეს გიფიქრია. შენ დაგავიწყდი. არა, შენ არაფერში გადანაშაულებ, საყვარელო. მაპატიე, თუ ჩემი კალმიდან ერთი წვეთი სიმწარე ჩაეწვეთა ამ წერილში. მაპატიე, ჩვენი შვილი წევს აქ, მოლაპლაპეს ანთლებს შორის. ღმერთს დავემუქრე, დამკვლელი ვუწოდე, გრძნობები მომიჩლუნგდა. დაამერია. მაპატიე, თუ დაგადანაშაულე. ვიცი, კეთილი ხარ და მთელი გულით დაეხმარები ყველას, ვინც გთხოვს. უცხოებსაც კი,
მაგრამ შენი სიკეთე უცნაურია, ისე ღია, რომ ყველას შეუძლია აიღოს, რამდენსაც შეძლებს. შენი სიკეთე დიდია, უსასრულოდ დიდი, მაგრამ მაპატიე, ის მეტად უფერულია. შენ მაშინ ეხმარები, როცა გთხოვენ, გეხვეწებიან, ეხმარები სირცხვილის, სისუსტისა და არა დახმარებით გამოწვეული სიხარულის გამო. სიმართლე რომ გითხრა, შენ გაჭირვებული ადამიანები ნაკლებად გეყვარს, ვიდრე ბედნიერებაში მყოფი თანამოწმეები. შენნაირ ადამიანებს იშვიათად სთხოვენ რამეს. ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, კარის ათვალთვალოდან დავინახე, როგორ მიეცი მოწყალება მათხოვარს, რომელმაც კარზე ზარი დარეკა. სწრაფად და უხვად დაეხმარე, თხოვნაც ვერ მოასწრო, მაგრამ მიცემისას სახეზე შიში და სიძულვილი გეტყობოდა, რითიც აიძულე, ჩქარა გასცლო და იქაურობას, თითქოს მისთვის თვალებში ჩახედვის გეშინოდა. არასოდეს დამავიწყდება შენი ნერვული, ზიზღნარევი შეძბუნებული დახმარება. ამიტომაც არ მოგმართე. ვიცი გვერდით დამიდგებოდი, რომც არ გწოდნო და შენი შვილი რომ იყო, დამაიმედებდი, ფულით დამეხმარებოდი, მაგრამ ყოველთვის ფარული მოუთმენლობით, რომ უსიამოვნო სიტუაციისგან ჩქარა დაგეღწია თავი. მგონი იმასაც მირჩევდი, ბავშვი დროზე მომეშორებინა. ამის მეშინოდა ყველაზე მეტად, და რას გავხდებოდი, შენი სურვილის წინააღმდეგ, როგორ შევძლებდი შენთვის რაიმეზე უარის თქმას. ეს ბავშვი ჩემთვის ყველაფერი იყო, ის ხომ შენგან მყავდა, შენი ორეული, თუმცა სხვა ადამიანი. ის არ იქნებოდა შენსავით ბედნიერი და უდარდელი. ვფიქრობდი, მუდამ ჩემთან დარჩებოდა, ჩემს სიყვარულში გამოკეტილი. ბოლოს და ბოლოს ხელში ჩაგიგდე. შემეძლო მენახა თუ როგორ იზრდები, მთელი სხეულით შენი სიცოცხლის ზრდა მეგრძნო, როცა მომესურვებოდა მეკოცნა, მოგფერებოდი, დამეპურებინე. ხედავ საყვარელო, ამიტომაც ვიყავი ასე ბედნიერი, რომ ვიცოდი ბავშვი შენგან მყავდა. ამიტომ დაგიმალე, რადგან ვეღარსად გამექცეოდი. ძვირფასო, მხოლოდ ბედნიერი დღეები არ მქონია. დარდითა და ტანჯვით სავსე თვეებიც მეწვია. ზიზღით სავსე ადამიანთა სიმდაბლის გამო. გამიჭირდა, ბოლო თვეებში მაღაზიაში უკვე ვეღარ დავდიოდი. ნათესავებს რომ არ შეემჩნიათ ჩემი მდგომარეობა და სახლში არ შეეტყობინებინათ. დედაჩემისთვის არ მინდოდა ფული მეთხოვა. მცირედი სამკაულის გაყიდვით გავიტანე თავი. მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე კარადიდან მრეცხავმა ქალმა დარჩენილი ფული მომპარა. დაიძულებული გავხდი სამშობიარო თავშეზაფარში დავწოლილიყავი. იქ, სადაც ყველაზე გაჭირვებული და ღვთისგან დავიწყებული ქალები მიდიან. სწორედ იქ, სიღარიბეში დაიბადა შენი შვილი. ყველაფერი საშინელი და უცხო იყო. უცხონი ვიყავით ერთმანეთისთვის, მარტონი და სიძულვილით სავსენი. აქ მხოლოდ გაჭირვების, ერთნაირი სატანჯველის გამო მოვხვდით, ამ ბნელ, ქლოროფორმით, სისხლით, ყვირილითა და კვნესით სავსე ოთახში. ყველაფერი განვიცადე იქ, მეძავებთან და ავადმყოფებთან ერთად, რასაც სიღარიბე იწვევს, დამცირება, სულიერი და ფიზიკური ტკივილი, ახალგაზრდა ექიმების ცინიზმი, რომლებიც ირონიული ღიმილით უმწეო ქალებს ზეწარს ხდიდნენ და ვითომ და მეცნიერული კვლევისთვის ხელებს უფათურებდნენ. მომვლელი ქალების სიხარბე. ოჰ, იქ მზერით ადამიანის პატიოსნებას ჯვარზე აკრავენ და სიტყვებით ამათრახებენ. ადამიანის პიროვნებისგან მხოლოდ პატარა დაფა რჩება, რომელზეც მისი სახელი წერია. რადგან საწოლში მწოლიარე მათთვის მხოლოდ ხორცის მთვრთოლარე ნაჭერია, რომელსაც ზრომის მოყვარეთ ხელებს უფათურებენ. ათვალიერებენ და სწავლობენ. იმ ქალებმა, რომლებიც თავისი სინაზით სავსე, მომლოდინე მეუღლეებს, საკუთარ სახლში ჩუქნიან შვილებს, არ იციან, თუ რა არის მარტო, უსუსურად, საცდელ მაგიდაზე ბავშვის დაბადება. და თუ დღესაც სადმე წავაწყდები სიტყვა ჯოჯოხეთს, ყოველთვის გადაჭედილი, აკოთებული პალატა მახსენდება, სავსე კვნესით, განწირული ყვირილითა და ვულგარული სიცილით, მახსენდება ეს სირცხვილის სასაკლაო. მაპატიე,
მაპატიე რომ ამაზე გელაპარაკები, მაგრამ არასოდეს არაფერს ვიტყვი ამის შესახებ. 11 წელი ვდუმდი და მალე დავდუმდები სამუდამოდ. ერთხელ უნდა ამომეთქვა, თუ რა ძვირად დამიჯდა ჩემი შვილი, რომელმაც ბედნიერება მომანიჭა და რომელიც ახლა უსულოდ წევს ჩემს წინ. ის საშინელი წუთები ჩემმა შვილის ღიმილმა დამავიწყა, მისმა ხმამ და მისგან მონიჭებულმა ბედნიერებამ, მაგრამ ახლა როცა მკვდარია, ტანჯვა ისევ გაცხოველდა და ეს ტკივილი მხოლოდ ერთხელ უნდა ამოვთქვა, მაგრამ შენ არ გადანაშაულებ, მხოლოდ ღმერთს, რომელმაც უაზრო ტანჯვა მომივლინა. გებიცები, არასოდეს განვრისხებულ ვარ შენზე, არც იმ წუთებში, როცა სხეული ტკივილისგან მეკრუნჩხებოდა, სირცხვილისგან მეწვოდა სტუდენტების მზერის ქვეშ, არც იმ წამს, როცა ტკივილი სულს მიგლეჯდა. არასოდეს მინანია ის სამი ხამე, ყოველთვის მიყვარდი, ყოველთვის ვლოცავდი იმ წუთს, როცა შენ შეგხვდი და კიდევ რომ მელოდეს ის საშინელი ჯოჯოხეთი, იმავეს გავიმეორებდი. საყვარელო, კიდევ ერთხელ და 1000-ჯერ ისევ. გუშინ ჩვენი შვილი გარდაიცვალა. შენის არასოდეს გინახავს, შემთხვევითაც არ მოგიკრავს თვალი. შენგან ამ ქვეყნად მოვლინებული მშვენიერი არსებისთვის. დიდხანს გემალებოდი. მას შემდეგ რაც პატარა მყავდა, თითქოს უფრო მშვიდი სიყვარულით მიყვარდი. ყოველ შემთხვევაში ეს გრძნობა ძველებურად აღარ მტანჯავდა. არ მინდოდა თავი შენსა და ჩემს ბიჭს შორის გამენაწილებინა. დაავირჩია არა ბედის ნებიერი, რომლის ცხოვრებამაც გვერდით ჩამიარა, არამედ ბავშვი, რომელსაც ჭირდებოდი და უნდა გამომეკვება, რომლის კოცნა და ჩახუტებაც შემეძლო. თითქოს გადავრჩი შენგან გამოწვეულ მოუსვენრობას, ჩემს დამოკიდებულებას შენზე, შენი მეორე მეთი გადავრჩი. ეს კი ნამდვილად ჩემი იყო. იშვიათად, არა, ძალიან იშვიათად, გრძნობა შენი სახლისაკენ წასვლას მაიძულებდა. მხოლოდ შენ დაბადების დღეს გიგზავნიდი თეთრი ვარდების დაიგულს, ზუსტად ისეც, როგორიც მაშინ მაჩუქე ჩვენი პირველი სიყვარულის ღამეს. ამათი 11 წლის განმავლობაში თუ დაინტერესებულ ხარ, ვინ გიგზავნიდა მათ? გაგხსენებია ის, ვისაც ერთხელ თეთრი ვარდები აჩუქე. მე ეს არ ვიცი და ვერც ვერასოდეს გავიგებ. წელიწადში ერთხელ ვარდების გამოგზავნა და მოგონებების გამოცოცხლება ეს ჩემთვის საკმარისი იყო. შენ არ იცნობდი ჩვენს საბრალო შვილს, დღეს თავს ვიდანაშაულებ იმაში, რომ ის დაგიმალე, შენის გეყვარებოდა. არასოდეს გინახავს ჩვენი ბავშვი, არ გინახავს მისი ღიმილი, მისი შავი ჭკვიანი თვალები, შენი თვალები, თვალები, რომლებიც ნათელ შუქს მფენდნენ, მეც და მთელ სამყაროს. ის ისეთი მხიარული და საყვარელი იყო. შენი ხასიათი სიმსუბუქე ბავშვურად განმეორდა მასში. შენი სხარტი, ცოცხალი ფანტაზია თავიდან დაიბადა. საათობით შეეძლო საგნებთან ეთამაშა, ისე როგორც შენ ცხოვრებას ეთამაშებოდი და შემდეგ სერიოზულად, აჭიმული წარბებით მისჯდომოდა წიგნებს. უფრო და უფრო გემსგავსებოდა. უკვე შეიმჩნეოდა მასში შენი ორმაგი ბუნება. სერიოზულობისა და თავქარიანობის ნარევი და რამდენადაც უფრო გემსგავსებოდა, მით უფრო ძლიერად მიყვარდა. კარგად სწავლობდა, ფრანგულად კარგად ლაპარაკობდა, მას კლასში ყველაზე მოწესრიგებული რვეულები ჰქონდა და ამავე დროს რა ლამაზი, ელეგანტური იყო, თავის ხავერდის კოსტიუმში ან მეზღვაურის თეთრ ქურთუკში გამოწყობილი. სადაც უნდა წასულიყო, ყოველთვის ყველაზე მომხიბლავი იყო. როცა მასთან ერთად გრადოს სანაპიროზე ვსეირნობდი, ქალები ჩერდებოდნენ და გრძელ ლამაზ თმაზე ხელს უსვამდნენ. ზემერინგში ციგებით სრიალისას ადამიანები ახტაცებით შეჰყურებდნენ. როცა ბოლო წლებში ტერეზას ინტერნატში მოხვდა, უნიფორმასა და პატარა ხმალს 18 საუკუნის პაჟივით ატარებდა. ახლა კი მხოლოდ პერანგი აცვია, საბრალოს გაცრეცილი ბაგითა და დაკრეფილი ხელებით აქრომ წევს. ალბათ შემეკითხები,
როგორ შევძელი ბავშვი ასეთ ფუფუნებაში გამეზარდა, როგორ მოახერხე მისთვის მაღალი საზოგადოების მხიარული ნათელი ცხოვრება მომეწყო. საყვარელო, ახლა ბნელეთიდან გესაუბრები, არ მრცხვენია, მინდა გითხრა. ოღონდ არ შეგეშინდეს. საყვარელო, საკუთარი თავი გავყიდე. არა, ქუჩის ქალი მეძავი არ ყოფილ ვარ, მაგრამ მაინც საკუთარი თავი გავყიდე. დიდარი მეგობრები მყავდა, დიდარი საყვარლები. თავიდან მევეძებდი მათ, შემდეგ ისინი მეძებდნენ, რადგან ძალიან ლამაზი ვიყავი. შეგიმჩნევია კი ეს ოდესმე. ვისთანაც კი დავწვებოდი, ყველა მადლიერი იყო ჩემი, ჩემთან ყოფნა სურდა, ყველას ვუყვარდი, მხოლოდ შენ არა, ჩემო საყვარელო. შემიძულებ, რადგან გაგანდე რომ საკუთარი თავი გავყიდე. არა, ვიცი რომ არ შემიძულებ, რადგან ყველაფრის გაგება შეგიძლია, იმისიც, რომ მე ეს შენი მეორე მესთვის, შენი შვილისთვის გავაკეთე. სამშობია რომ კლინიკაში ვიგემე სიღარიბის საშინელება. დავიცოდი, რომ ამ სამყაროში ღარიბი ყოველთვის გათელილი, დამცირებული და მსხვერპლია. ამიტომ არ მინდოდა შენი მშვენიერი, ლამაზი შვილი იქ საზოგადოების ფსკერზე გაზრდილიყო. სიბნელეში, ქუჩის უხამსობაში, ჯურღმულების მყრალ ჰაერზე, შენი შვილის ბაგეს არ უნდა წარმოეთქვა უწმაწური სიტყვები, მის თეთრ სხეულს არ უნდა შეხებოდა ღარიბული, უხეში სამოსი, შენს შვილს ყველაფერი უნდა ჰქონოდა, სამყაროს ყველა სიკეთე, სიხალისე და შენამდე უნდა ამაღლებულიყო. მხოლოდ ამიტომ გავყიდე საკუთარი სხეული, ძვირფასო. ჩემთვის ეს მსხვერპლი არ იყო, რადგან მას, რასაც ჩვეულებრივ ღირსებასა და სირცხვილს უწოდებენ, ჩემთვის ყოველგვარი აზრი ჰქონდა დაკარგული. შენ არ გიყვარდი, ერთადერთს, ვისაც ჩემი სხეული ეკუთვნოდა და ჩემთვის უკვე სულ ერთი იყო, რა დაემართებოდა მას. მამაკაცების ალერსი, მათი ფარული ვნება, სრულებით არ მაღელვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვაფასებდი და მათ სიყვარულს პატივს ვცემდი, რადგანაც მათი უპასუხო გრძნობები საკუთარ ბედს მაგონებდა. ყველა კარგად მეკცეოდა, მანებივრებდა, პატივს მცემდა. ერთი ხანში შესულ ქვრივ გრაფს, რომელმაც ტერეზიუმის კარი აატალახა, რათა უმამო ბავშვი, შენი შვილი მიეღოთ, თავ დავიწყებით ვუყვარდი. სამჯერ თუ ოთხჯერ დაქორწინება შემომთავაზა. შემეძლო გრაფის მეუღლე ყოფილიყავი, ჯადოსნური სასახლის ქალბატონი ტიროლში. უზრუნველად მეცხოვრა და ჩემს შვილს მსრუნველი მამა ჰყოლოდა, რომელიც მას გააღმერთებდა. მისი თხოვნის მიუხედავად არ დავთანხმდი და ჩემი ყოყმანით გრაფს დიდი ტკივილი მივაყენე. შეიძლება ეს სიგიჟე იყო, რადგან უარი ვთქვი საყვარელ შვილთან ერთად მშვიდად და უზრუნველად ცხოვრებაზე. რატომ არ უნდა გამოგიტყდე? არ მინდოდა ხელფეხი შემკროდა, მინდოდა ყოველთვის თავისუფალი ყოფილიყავი, შენთვის. სული სიღრმეში კვლავ ცოცხლობდა ბავშვური ოცნება, რომ კიდევ ერთხელ მომიხმობდი 1 საათით მაინც და ამ 1 საათის გამო ყველაფერზე უარი ვთქვი, რათა თავისუფალი ყოფილიყავი, როცა დამიძახებდი. რა იყო ჩემი ცხოვრება ბავშვობიდან მოყოლებული, თუ არა შენი ლოდინი. და ეს საათიც დადგა, მაგრამ შენ ამას ვერ გაიხსენებ, ჩემო საყვარელო. მე ადრეც ხშირად გვხვდებოდი, თეატრში, კონცერტზე, პარტერში, ქუჩაში, ყოველ ჯერზე გული ბაგაბუქს იწყებდა, მაგრამ შენ ვერ მომჩნევდი. გარეგნულად ძალიან შევიცვალე, ბრთხალი ბავშვიდან ქალად ვიქეცი, როგორც ამბობდნენ, ლამაზ ქალად, ძვირფას ტანსაცმელში გახვეულ, თაყვანის მცემლებით გარშემორტყმულ ქალად. შენ რა თქმა უნდა ვერ მიხვდებოდი, რომ შენი საძინებლის მკრთალი შუქით განათებული მორიდებული ბავშვი და მე ერთი და იგივე ქალი ვიყავით. ერთხელ ჩემს გვერდით მიმავალი ბატონი მოგესალმა. შენ სალმითვე უპასუხე და შემომხედე, მაგრამ შენი მზერა მხოლოდ უცხოს თავაზიანობას გამოხატავდა. ის მაფასებდა, მაგრამ ვერ მცნობდა, უცხო, საშინლად უცხო იყო. მახსოვს როგორ მეტკინა გული, როცა ერთხელ ისევ ვერ მიცანი. ჩემს მეგობრებთან ერთად ლოჟაში ვიჯექი. შენ კი გვერდით ლოჟაში იყავი. უვერტიურის დროს შუქი ჩააქრეს.
ვეღარ ვხედავდი შენს სახეს, მხოლოდ შენს სუნთქვას ვგრძნობდი, ახლოს როგორც იმ ღამეს და ჩვენი ლოჟების ნატის ტიხარზე შენი ნატიფი, ნაზი ხელი იდო, რომლის ალერსი დღესაც მახსოვს. დაუცებ საშინლად მომინდა, დავხრილიყავი და ამ უცხო, ასე საყვარელ ხელს მოწიწებით დავკონებოდი. ჩემი ირგვლივ მუსიკის ტალღები იფრქვეოდნენ, თანდათან უფრო ძლიერი ხდებოდა ვნებიანი სურვილი. ისეთი სიძლიერით იწევდნენ ჩემი ტუჩები შენი ძვირფასი ხელისკენ, რომ იძულებული გავხდი, თავისთვის ძალა დამეტანებინა და ჩემი სურვილები მომეთოკა. ვეღარ გაუძელი შენს უცხოობას, ამიტომ მეორე აქტის შემდეგ მეგობარს ვთხოვე წავეყვანე. აღარ შემეძლო სიბნელეში შენს გვერდით ყოფნა, ასე ახლოს და ასე უსასრულოდ შორს. და აი, შეხვედრის საათიც დადგა. ზუსტად 1 წლის წინ, შენს დაბადების დღეს, ჩემს განადგურებულ ცხოვრებაში კიდევ ერთხელ მოვიდა უკანასკნელად. უცნაურია, ყოველ წუთს შენზე ვფიქრობდი, რადგან შენი დაბადების დღე ჩემთვის ზეიმი იყო. დილით ადრე გავედი და თეთრი ვარდები ვიყიდე, რომელსაც წლების განმავლობაში გიგზავნიდი, იმ წუთების მოსაგონებლად, რომელიც დაივიწყე. ნაშუა დღეს ბიჭუნასთან ერთად გავედი სახლიდან, დემელის საკონდიტროსკენ წავიყვანე, ხოლო საღამოს თეატრში წავედით. მინდოდა ეს დღე მისთვის იდუმალ დღესასწაულად მეკცია. არ სცოდნოდა თუ რას ვზეიმობდით. მეორე დღეს იმჟამინდელ ჩემს მეგობართან, ახალგაზრდა დიდარ ბრუნერ ფაბრიკანტთან ერთად წავედით კონცერტზე. უკვე 2 წელი იყო, რაც მასთან ვცხოვრობდი. ის მაღმერთებდა, მანებივრებდა და სხვებივით ჩემზე დაქორწინებასაც აპირებდა. მეც თითქოს უმიზეზო თუ არს ვეუბნებოდი, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს შვილს საჩუქრებით გვავსებდა. ახალგაზრდა ფაბრიკანტი სიყვარულს ნამდვილად იმსახურებდა, თავისი ოდნავ მოუხეშავი მონური გრძნობის მიუხედავად. კონცერტზე მხიარულ საზოგადოებას შევხვდით და შემდეგ რინგშტრასეზე მდებარე რესტორანში გავემართეთ. იქ კი შუა მხიარულებისას მეგობრებს შევთავაზე. ტაბარინში საცეკვაო ბარში წავსულიყავით. ჩვეულებრივ ასეთი ადგილები არ მიყვარდა, რადგან იქ გამეფებული ხმაურიანი, ალკოჰოლით გამოწვეული მხიარულება ჩემში ზისხს იწვევდა. ახლა კი რაღაც აუტანელმა, მაგიურმა ძალამ მაიძულა საცეკვაოდ წასვლა დამეჟინებინა, რაზეც ამ ხანაგების სიამოვნებით დამთანხმდნენ. რაღაც აუხსნელი მოთხოვნილება გამიჩნდა, თითქოს იქ რაღაც განსაკუთრებული მელოდა. ყველანი უცებ წამოხდნენ, მათ უკვე ჩვევად ექცათ ჩემი გუნება განწყობისთვის ფეხის აბმა. ბარში შამპანურს ვსვამდით და უცებ ჩემთვის უჩვეულო, გიჟური, თითქოს მტკივნეული მხიარულება დამეუფლა. ბევრს ვსვამდი, უწმაწურ სიმღერებს ვმღეროდი და დაუძლებელ სურვილს ვგრძნობდი, მეცეკვა და მემხიარულა. მაგრამ უცებ თითქოს რაღაც ცივი და მდუღარე ჩამეღვარა გულში. წამოვხდი. მეზობელ მაგიდასთან მეგობრებთან ერთად იჯექი და აღტაცებული და სურვილით სავსე თვალებით შემომცქეროდი იმ მზერით, რომელიც მთელს სხეულზე ცეცხლს მიკიდებდა. 10 წლის განმავლობაში პირველად მიყურებდი მთელი შენი არსებით ვნებას მიცემული. ავკანკალდი, თითქმის ჭიქაც კი გამივარდა ხელიდან. საბედნიეროდ ჩემმა ამ ხანაგებმა ჩემი დაბნეულობა ვერ შეამჩნიეს. ის ხმაურში, სიცილ-ხარხარსა და მუსიკაში ჩაიკარგა. თანდათანობით უფრო მწველი გაგიხდა მზერა და ცეცხლი წამიკიდა. არ ვიცოდი ბოლოს და ბოლოს მიცანი თუ სხვა, უცხო ქალის ჟინი გკლავდა. ლოყები შემეფაკლა, უყურადღებოდ ვპასუხობდი ამ ხანაგებს. შენ ალბათ შეამჩნევდი, როგორ დამაბნია შენმა მზერამ. სხვების შეუმჩნევლად თავის ერთი მოძრაობით მანიშნე, შესასვლელში გადიო. შემდეგ გადაიხადე, მეგობრებს გამოემშვიდობე და წამოდექი. კვლავ მანიშნე, კართან დაგელოდებიო. თითქოს სიცივისა და სიცხისგან ავკანკალდი, მეგობრების შეკითხვებს ვეღარ ვპასუხობდი, გულისცემას ვეღარ ვიმორჩილებდი. შემთხვევით ზანგების წყვილმა, ფეხების ბაკუნითა და გამყინავი შეძახილებით თანამედროვე, უცნაური ცეკვა წამოიწყო. ყველა მათ მიაშტერდა. ამით ვისარგებლე, წამოვდექი, ჩემს მეგობარს ვუთხარი, მალე დავბრუნდები მეთქი და გამოგყევი. გარდერობთან იდექი, მელოდებოდი, ნათელი მზერითა და ხიმილით წამოხვედი ჩემსკენ. მაშინვე მივხვდი, ვერ მიცანი, ვერც პატარა გოგონა და ვერც ქალიშვილი წარსულიდან.
თავიდან ცდილობდი უცხო ქალის მონუსხვას. ჩემთვის გამონახავთ დროს, კითხე თბილად. შენი ტონის თავდაჯერებულობის მიხედვით დავასკვენი, რომ იმ ქალად ჩამთვალე, ვისაც ერთი დღით ყიდულობენ. დიახ, გიპასუხე იმავე ათრთოლებული და თავისთავად ცხადი დიახით, რომელიც 1 ათეული წლის წინ გითხრა შემოღამებულ ქუჩაზე პატარა გოგონამ. როდის შევხვდებით? შემეკითხე. როდესაც ისურვებთ, გიპასუხე. შენი არ მრცხვენოდა. ოდნავი დაკვირვებით შემომხედე იმავე უნდობელი ცნობის მოყარეობით, რომელთაც მაშინ, როცა ჩემი თანხმობის მყისიერებამ გაგაკვირვა. ახლა შეძლებთ? შემეკითხე ჭოჭმანით. დიახ, გიპასუხე. წავიდეთ. როდესაც გარდერობიდან პალტოს გამოტანა დავაპირე, მაშინღა გამახსენდა, რომ გარდერობის ნომერი ჩემს მეგობართან დარჩა, რომელთან ერთადაც პალტო ჩავაბარე ბარში მოსვლისას. უკან დაბრუნება და ნომრის გამორთმევა საფუძვლიანი ახსნა განმარტების გარეშე შეუძლებელი იყო. თუ გავითვალისწინებთ შენთან ყოფნის 1 საათს, რომელზეც ამდენს ოცნებობდი, ამის გაკეთება არ შემეძლო. 1 წუთითაც არ მიჭოჭმანია, შალი ავიღე. გამოსასვლელ კაბაზე მოვიხურე და ნისლიან ღამეში გარეთ გავედი. არ მადარდებდა პალტო, არც კეთილი ყურადღებიანი მეგობარი, რომელთანაც წლების განმავლობაში ვცხოვრობდი და რომელიც თავისი მეგობრების თვალში სასაცილო მდგომარეობაში ჩავაყენე, დავამცირე, ბრიყვად გამოვიყვანე, რომელიც ქალმა წლების მანძილზე მასთან რომ ცხოვრობდა, უცხო კაცის ერთ დაძახებაზე მიატოვა. ჩემი საქციელის მთელი სიმდაბლე, უმადურობა, დანაშაული, რაც ჩემი ერთგული მეგობრის წინაშე ჩავედინე, მთლიანად გაცნობიერებული მქონდა. ვგრძნობდი, რომ სასაცილოდ მოვიქეცი და ჩემი გიჟური საქციელით კეთილ ადამიანს სამუდამოდ კივილი მივაყენე. რომ ჩემი ცხოვრებაც დავანგრიე, მაგრამ რა იყო ჩემთვის მეგობრობა, საკუთარი ცხოვრება, შენი ტუჩების შეხებასთან, შენი სიტყვების მოსწმენასთან შედარებით. აი ასე მიყვარდი, ახლა უკვე შემიძლია გითხრა, რადგან ყველაფერმა გაიარა და წარსულს ჩავბარდა. დარწმუნებული ვარ სასიკვდილო სარეცელზეც მწოლიარესაც რომ დამიძახო, ძალა მომეცემა, წამოხტები და შენთან მოვალ. შესასვლელთან მანქანა იდგა. შენთან წავედით. კვლავ შენი ხმა მესმოდა. შენ სიახლოვეს სითფოს ვგრძნობდი და ისევე გაბრუებული და ბავშვად დაბნეული ვიყავი, როგორც მაშინ. როგორ ავიარე პირველად 10 წლის შემდეგ კიბე. არა, ამის აღწერა არ ძალმიც. ყოველ წუთს ორმაგი ძალით ვგრძნობდი წარსულს დააწმყოს. ყველგან და ყოველთვის შენიყავი. შენი ოთახი ოდნავ შეიცვალა, რამდენიმე ახალი წიგნი, აქა-იქ უცხო ავეჯი, დანარჩენი კი ყველაფერი ნაცნობი იყო. საწერ მაგიდაზე ლარნაკი იდგა ვარდებით, ჩემი ვარდებით, რომლებიც ერთი დღით ადრე შენი დაბადების დღისთვის გამოგიგზავნე იმ ქალის მოსაგონებლად, ვისაც ვერ იხსენებდი, ვინც ვერ იცანი. ახლაც ასიახლოს ვიყავი, ხელი ხელში და ბაგე ბაგეზე, მაგრამ მაინც მე მიხაროდა რომ ყვავილებს უვლიდი, ისინი ხომ ჩემი არსების ქროლა, ჩემი სიყვარულის სუნთქვა იყო შენს გარშემო. ხელი მომხვიე, კიდევ ერთი მშვენიერი ღამე გავატარე შენთან, მაგრამ ჩემი შიშველის სხეულიც ვერ იცანი. ნეტარებით ვგრძნობდი შენს გამოცდილ სინაზეს და მივხვდი, რომ შენი ვნება არ ასხვავებდა შეყვარებულ ქალსა და ნაყიდს, რომ მთლიანად მთელი შენი გაუაზრებელი მფლანგველი არსებით ეძლეოდი შენს ჟინს. შენ ისე ნაზად და ყურადღებიანად მეკცეოდი ღამის ბარში შემთხვევით შემხვედრ ქალს, ისე მოწიწებითა და გულითადი ყურადღებით და ამავე დროს ვნებიანად ტკბებოდი ქალით. კვლავ იგრძენი შენი ორმაგი ბუნება, ამაღლებული სულიერება ვნებიან გრძნობაში, რომელმაც ბავშვობიდანვე შენი მონა გამხადა. არასოდეს მიგრძნია მამაკაცში ასეთი სინაზე და ამაღლებული სულიერება, რომელსაც შემდეგ ასე უდარდელად ისვრის დავიწყების მორევში, მაგრამ მე თვითონ დავივიწყე საკუთარი თავი, ვინ ვიყავი ბნელით მოსილი შენ წინაშე. ვინ ვიყავი ვნებით შეპყრობილი ბავშვი წარსულიდან, შენი შვილის დედა თუ უცხო ქალი. ყველაფერი ნაცნობი და ამავე დროს გამაოგნებლად ახალი იყო ამ ვნებიან ღამეს. დავლოცულობდი რომ ეს ღამე არასოდეს დასრულებულიყო. გათენდა, გვიანავდექით, საუზმეზე დამპატიჟე,
ერთად დავლიეთ ჩაი, რომელიც შენს მზრუნველ ხელს პირდაპირ სასადილო ოთახში დაეწყო. ბევრი ვილაპარაკეთ, კვლავ შენთვის ჩვეული გახსნილობით, გულითადი ნდობით მესაუბრებოდი. მიკიბულ-მოკიბულ შეკითხვებს არ მისვამდი და არც ჩემი პიროვნებით დაინტერესებულ ხარ. არ გიკითხავს სახელი, არც ის თუ სად ცხოვრობდი. მე კვლავ მხოლოდ ნებიანი წუთების ის თავგადასავალი ვიყავი, რომელსაც სამუდამოდ შთანთქავს დავიწყების მორევი. მითხარი, რომ 2-3 თვით აპირებდი ჩრდილოეთ აფრიკაში გამგზავრებას. ბედნიერების წუთებში კანკალმა ამიტანა, რადგან ყურებში რაღაც ჩამძახოდა. წავა და დაგივიწყებს. დიდი სიამოვნებით დავეცემოდი შენს ფეხებთან და შევძახებდი. წამიყვანე, რათა ბოლოს და ბოლოს ამდენი ხნის შემდეგ მიცნო. მაგრამ ისეთი მშიშარა და უსუსური ვიყავი შენს წინაშე, მხოლოდ იმის თქმა შევძელი, რა სამწუხაროა. შენ ღიმილით შემომხედე და მკითხე, მართლა წუხარ? მაშინ უცაბედმა სიკიჟემ შემიპყრო. ავდეგი და დიდხანს დაშინებით მოგაცქერდი. შემდეგ გითხარი, ის კაციც, რომელიც მიყვარს სულ სადღაც მიემგზავრება ხოლმე. თვალი თვალში გაგიყარე. ახლა კი მიცნობს, თრთოლამ ამიტანა, შენ კი გაიღიმე და დამამშვიდე, საბოლოოდ ხომ ყველა ბრუნდება. ხო, დაგეთანხმე, ბრუნდებიან, მაგრამ ყველაფერს ივიწყებენ. ალბათ რაღაც უჩვეულო, ვნებიანი იყო ჩემს სიტყვებში. შენც წამოდექი და გაოცებულმა და სიყვარულით სავსემ შემომხედე, მხრებზე ხელი მომხვიე. კარგს არ ივიწყებენ, შენ არ დაგივიწყებ, მითხარი და თვალი თვალში გამიყარე. თითქოს ამ სურათის აღბეჭდვა გსურდა. როდესაც ეს მაძიებელი, მგრძნობიარე ჩემს არსებაში ჩამწუდომი მზერავი გრძენი, მეგონა რომ სიბრმავეს უკვე მოეღო ბოლო. ახლა მიცნობს, ამ აზრმა მთელი ჩემი არსება შეძრა. მაგრამ ვერ მიცანი, არა ვერ მიცანი. არასოდეს არ ყოფილვარ შენგან ასე შორს, როგორც ამ წუთას, რადგან მაშინ არ ჩაიდენდი იმას, რაც ცოტა ხანში ჩაიდინე. შენ კიდევ ერთხელ მაკოცე და თმა მეჩეჩა. გასასწორებლად სარკესთან მივედი და სარკიდან დავინახე, როგორ ჩააცურე ჩემს ხელსატბურში რამდენიმე მსხვილი ბანკროტი. როგორ შევიკავე თავი, რომ არ მეყვირა, სილა არ გამეწნა. მე, რომელსაც ბავშვობიდან მეყვარდი, შენი შვილის დედას, შენთან გატარებული ღამისთვის გადამიხადე. არ ეკმარე, რომ დამივიწყე, უნდა დაგემცირებინე კიდეც. სწრაფად ჩავალაგე ჩემი ნივთები. ჩქარა უნდა წავსულიყავი. საშინელ ტკივილს გრძნობდი. ქუდი ავიღე, საწერ მაგიდაზე რომ იდო, ლარნაკის გვერდით, რომელშიც თეთრი ვარდები ეწყო, ჩემი ვარდები. მაშინ შენთვის თავის შეხსენების დაუცლებელმა სურვილმა შემიპყრო. მომცემ რამდენიმე ვარდს. სიამოვნებით მითხარი და მაშინვე ამოიღე ისინი ლარნაკიდან. მაგრამ ალბათ ისინი ვინმე შენზე შეყვარებულმა ქალმა მოგიძღვნა. შეიძლება, არ ვიცი, ვარდები გამომიგზავნეს. მე კი არ ვიცი ვინ, ამიტომაც მიყვარს ასე. შემოგხედე. შეიძლება შენგან დავიწყებულმა ქალმა მოგიძღვნა. გაგიკვირდა. დაჟინებით შემოგცქეროდი. მიცანი ბოლოს და ბოლოს, ამბობდა ჩემი მზერა. მაგრამ შენი თვალები თავაზიანად და ოდნავ დაბნეულად მიყურებდნენ. კიდევ ერთხელ მაკოცე, მაგრამ ვერ მიცანი. სწრაფად წავედი კარისკენ. რადგან უკვე გრძნობდი თვალები ცრემლებით მევსებოდა. ეს კი არ უნდა შეგემჩნია. ისე ჩქარა გავვარდი შემოსასვლელში, კინაღამ შენს მსახურს, იოჰანს შევეჯახე. შეშინებულმა გზა დამითმო, რომ გავეტარებინე და მაშინ ამ წუთას გესმის ამ ერთ წამში, როდესაც ცრემლიანი თვალებით შევხედე, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის შემდეგ არ ვუნახივარ, მოხუცმა კაცმა მიცნო. მინდოდა მუხლი მომეყარა მის წინაშე და ხელები დამეკოცნა ჩემი ცნობისთვის, მაგრამ მხოლოდ ხელსატბურიდან ბანკნოტების, რომლითაც სამარცხვინო ბოძზე გამაკარი, ამოღება და მის ხელში ჩაკუჭვა მოვახერხე. მოხუცი აკანკალდა და შეშინებულმა შემომხედა. ამ წუთში მან უფრო მეტად იგრძნო ჩემი უბედური ცხოვრება, ვიდრე შენ, მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში. ყველა მანებივრებდა, ყველა კეთილად მეკცეოდა. შენ, მხოლოდ შენ დამივიწყე, მხოლოდ შენ ვერ მიცანი. ჩემი შვილი გარდაიცვალა. ჩვენი შვილი.
და ახლა შენზე ძვირფასი არავინ მყავს მთელ ქვეყანაზე, მაგრამ ვინ ხარ შენ ჩემთვის? შენ, ვინც ვერასოდეს მიცნობს, გვერდს ჩამივლი, გზას გააგრძელებ და მოდმივლოდინს მარგუნებ წილად. მხოლოდ ერთხელ შევეცადე შემეჩერებინე, ბავშვით, მაგრამ ის ხომ შენი შვილიც იყო? ისიც დაუნდობლად წავიდა ჩემგან, გაემგზავრა, დამივიწყა და არასოდეს დაბრუნდება. ისევ მარტო დავრჩი, უფრო მარტო ვიდრე ოდესმე. არაფერი დამრჩა შენგან, არაფერი, არც ერთი სიტყვა, არც ერთი სტრიქონი, არც ერთი მოგონება. და თუ ვინმე ჩემს სახელს ახსენებს შენთან, შენ უცხოსავით ჩაგესმება იგი. რატომ არ უნდა მინდოდეს სიკვდილი, როცა შენთვის უკვე მკვდარი ვარ? რატომ არ უნდა წავიდი ამ ქვეყნიდან, როცა შენ უკვე წახვედი ჩემგან? არა საყვარელო, ბრალს არ გდებ, არ მინდა ჩემი მწუხარება შენს სახელს შეეხოს. ნუ გეშინია რომ ისევ შეგაწუხებ, მაპატიე, ერთხელ მაინც უნდა ამომეთქვა სულიდან ჩემი მწუხარება, როცა აქ მკვდარი, ყველასგან მიტოვებული შვილი მიწევს. ერთხელ მაინც უნდა მეთქვა შენთვის ყველაფერი, შემდეგ კი კვლავ უჩუმრად წავალ სიბნელეში, ისე როგორც უჩუმრად ვცხოვრობდი შენს გვერდით. სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს ხმას ვერ გაიგონებ, მხოლოდ როცა მოვკვდები, მიიღებ ჩემს ანდერძს. მისგან, ვისაც ყველა შენს ნაცნობზე მეტად უყვარდი და შენ ვერ იცანი, რომელიც ყოველთვის გელოდა და შენ არ დაუძახე. შეიძლება სიკვდილის შემდეგ დამიძახო. და პირველად, მაშინ გიღალატებ. სიკვდილის შემდეგ ვეღარ გავიგონებ შენს სახელს. არც სურათს გიტოვებ, არც რაიმე ნიშანს, როგორც შენ არ დაგიტოვებია ჩემთვის არაფერი. ვერასოდეს მიცნობ, ვერასოდეს. ეს იყო ჩემი ბედის წერა სიცოცხლეში, ეს იქნება მის შემდეგაც. არ მინდა გიხმო სიკვდილის წინ, შორს მივდივარ, შენ კი არც ჩემი სახე და არც სახელი არ იცი. სიკვდილი მემსუბუქება, რადგან შენ ვერ იგრძნობ, თუ როგორ კვდები. ამას შენთვის ტკივილი რომ მოეყენებინა, ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი. აღარ შემიძლია წერის გაგრძელება, თავი მისკდება, სხეულის ყველა ნაკვთი მტკივა, გონი სიცხე მაქვს, უნდა დავწვე. შეიძლება მალე დამთავრდეს ყველაფერი, შეიძლება ბედის წერა კარგად მომექცეს და ვერ ვნახო, თუ როგორ გახყავთ ჩემი შვილი. აღარ შემიძლია წერა, მშვიდობით საყვარელო, გმადლობ ყველაფრისთვის, ყველაფერი კარგია რაც იყო. მე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შენი მადლიერი ვიქნები. ამოვისუნთქე, უკვე ყველაფერი გითხარი. შენ ახლა უკვე იცი, არა მხოლოდ გრძნობ, თუ რა ძლიერ მიყვარდი. არ დაგაკლდები, არაფერი შეიცვლება შენს ლამაზ, ნათელ ცხოვრებაში. ჩემი სიკვდილით არაფერს დაგიშავებ, ეს მაიმედებს ჩემო საყვარელო. მაგრამ ვინ გამოგიგზავნის თეთრ ვარდებს დაბადების დღეზე? ლარნაკი ცარიელი იქნება ჩემი სიცოცხლის პატარა სუნთქვა, ჩემი სიცოცხლის პატარა ქროლა, რომელიც წელიწადში ერთხელ გარს გეხვია, ისიც გაიბანტება. საყვარელო, მომისმინე გთხოვ, პირველად და უკანასკნელად, ჩემი ხათრით, წელიწადში ერთხელ, ყოველ შენს დაბადების დღეზე, როცა საკუთარ თავზე ფიქრობენ, იყიდე ვარდები და ლარნაკში ჩააწყვე. ისევე როგორც წელიწადში ერთხელ, ძვირფას მიცვალებულებს უხდიან პანაშვიდს. ღმერთი აღარ მწამს და არც პანაშვიდი მინდა, მხოლოდ შენი მწამს, მხოლოდ შენ მიყვარხარ და შენში მინდა სიცოცხლე გავაგრძელო. მხოლოდ ერთი დღე წელიწადში, ძალიან წყნარად, როგორც მე ვცხოვრობდი შენს გვერდით, გთხოვ გააკეთე ეს ჩემო საყვარელო. პირველად და უკანასკნელად გთხოვ, გმადლობ, მიყვარხარ, მშვიდობით. აკანკალებული ხელიდან წერილი გაუვარდა. შემდეგ დიდხანს იჯდა ჩაფიქრებული. ბუნდოვნად გაახსენდა მეზობლის ბავშვი, გოგონა, ქალი ღამის ბარიდან, მაგრამ ეს გაურკვეველი და გაფანტული მოგონება წყლის სიღრმეში ჩავარდნილი კენჭებივით ირეოდა. მის გონებას ჩრდილი ეფინებოდა, დაიფანტებოდა, მაგრამ სურათად მაინც ვერ იქცა. თვალწინ გრძნობისმიერი მოგონებები ედგა და ვერ იხსენებდა. სიზმარში ნანახივით წარმოუდგა იმ ქალის სახება თვალწინ, მაგრამ მხოლოდ სიზმარში ნანახივით იგონებდა მას. უცებ მზერა საწერ-მაგიდაზე მდგარ ლურჯ ლარნაკს მისწვდა. ცარიელი იყო მის დაბადების დღეს.
10 წლის განმავლობაში პირველად იყო ცარიელი. შეაშროლა. თითქოს მის მშვიდ ოთახში უხილავი კარი გაიღო და სხვა სამყაროდან ციმანიავმა დაუბერა. სიკვდილის სუნთქვა და სიყვარულის მარადიულობა იგრძნო. რაღაცა ამოხეთქა მწერალის სულში და უხილავ ქალზე ფიქრმა გაიტაცა, როგორც ჰაეროვანმა და შორეულმა მუსიკამ.